მოგესალმებით მწარე პოდკასტი. დღეს ტრადიციულად ისტორიული ეპიზოდით გიბრუნდებით ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც შეეხება ამჯერად სხვადასხვა ისეთ თემას შევეხებით, რომელიც აქამდე არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ 160 ეპიზოდამდე ავედით თითქმის, საქართველოში არაბების ლაშქრობაზე აქამდე არ ქონია არც ერთი ეპიზოდი და დღეს მინდა რომ ეს თემა გავხსნათ და თან გავხსნათ ამ არაბთაგან ჩვენთან საქართველოში ყველაზე ცნობილით მურვანყრუს ლაშქრობებით, რომელიც ძალიან საინტერესო თემაა და დღეს ისტორიკოს დავით ჩიქოვანთან ერთად განვიხილავთ ჩვენ მურვანყრუს ლაშქრობების შესახებ არსებულ მითებსა და იმას თუ რა არის რეალური აი ამ ისტორიული მოვლენის გარშემო. შეგახსენებთ ასევე რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC და აუცილებლად გამოიწერეთ და მოიწონეთ არხი, რათა ხელი შეუწყოთ მწარე პოდკასტის განვითარებას. მოგესალმები დავით, მიხარია მწარე პოდკასტში რომ გვეწვიე. შევახსენე სმენელს რომ დავით ჩიქოვანი არის ისტორიკოსი, შუა საუკუნეების მკვლევარი, ისტორიის დოქტორანტი და აი მას აქვს ორი ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნებული ამ თემაზე. ერთი არის დისწული მუჰამად ცუდ სახელისა მოციქულისა და წყაროები დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ და მეორე არის უკვე ყრუ ბაღდადელის ვინაობისა და მარვან იბნ მუჰამედის ქართული თიკუნის შესახებ. რომ ამ სტატიებში დავითმა სცადა რომ აეხსნა ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთან კარგად გააზრებული არ არის, ან უბრალოდ აი გარკვეულწოდ 1-2 ისტორიოგრაფიული მითის გავლენის ქვეშ არის. ძალიან მიხარია რომ აი ამ თემაზე მოხვედი და აი ასეთ საინტერესო საკითხს, როგორც არის არაბების ლაშქრობები, აი გახსნი შენ ამ ეპიზოდით. მოდი პირველი ითიც ალბათ უნდა დავიწყოთ ჩვენ არის რომ პატარა შესავალი გავაკეთოთ და ასევე მე დარწმუნებულია შენ ისტორიოგრაფიულ შესავალსაც გავუკეთებ ამას თუ ვინ იკვლევდა ამ საკითხს და რა ვიცით ჯერჯერობით და ჩვენთან რომელი მოსაზრებებია ახლა აქტუალური მურვანყრუს ლაშქრობების შესახებ. მოგესალმები ნიკა, მივესალმები პოდკასტის მსმენელებს. ესე იგი ძალიან საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა მე რაგიღა ხსნი არაბების ლაშქრობის თემას. სანამ დავიწყებთ და შევალთ აი დასაწყისისთვის ალბათ უნდა ვთქვათ რა გვახსენდება ამ ადამიანზე. როგორც შენ აღნიშნე, მართლა ყველაზე ისეთი ცნობილი პერსონა თბილისის საამიროს დამაარსებელი, როგორც გავრცელებული არის ჩვენში, დავით და კონსტანტინეს წამება გვახსენდება მასთან, გვახსენდება ალბათ აი ეს რუკა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელოში არის ჩრდილოეთ კავკასიაში და დასავლეთ საქართველოში მისი ლაშქრობა და კიდევ ერთი ესეთი პატარა, რომლითაც მინდა ეს შედარებით რაღაცა სუბუქი თემით მინდა რომ გავხსნა ეს ჩვენი მწარე პოდკასტი, რომელიც შეიძლება ძალიან მწარეც გამოვიდეს ბოლოსკენ. ეს არის ინტერნეტში გავრცელებული სურათი, რომელშიც რაღაც შავი პირის სახის თავგადაპარსული, შავ-წვერულუაშიანი და თვალზე ნაჭრელობები ადამიანი არის გამოსახული და რომელსაც ესე ქართული ინტერნეტ წყაროები თუ ინტერნეტ გვერდები ავრცელებენ, რომ აი არის მარვან იბნ მუჰამედი, ხო? სინამდვილეში ჯერ ერთი რომ მარვანის გამოსახულება ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ვიცით ის რომ მას არ ჰქონდა ჩვეულებრივი არაბული ჰაბიტუსი. მისი მამა მუჰამად იბნ მარვან პირველს, რომელიც ხალიფა იყო არაბთა სახალიფოსი და მარვანიდების ვთქვათ, რაღაცა დინასტიის დამაარსებელიც ფაქტობრივად მას მონა ქალისგან ეყოლა მარვანის მამა. და როგორც ვიცით მისი აღწერა, მარვან იბნ მუჰამედი იყო ქერა და რაც ყველაზე მთავარი, არაფერი საერთო ამ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოსურათს და მარვანს შორის არ არის. სინამდვილეში ეს არის მე-19 საუკუნის რუსეთის წინააღმდეგ ესეთი გამორჩეული მებრძოლი, ბაისანგურ ბენოელი და ესეც შესავლის სახით, რომ არაფერი ამ ადამიანს მარვანთან არ აკავშირებს სინამდვილეში. ხო, აქვე დავამატოთ, მოდი რომ ასეთი სურათების გავრცელება ხშირი არის ძალიან, იმიტომ რომ ზოგჯერ მოიძიებენ ხოლმე Google-ში, მე იმ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფოტოებს ყრის და მე გონიათ რომ ის ადამიანები, რომლებიც ამოვაგდო ან მოვლენები და ან თქვა რუკები და ასე შემდეგ უკავშირდება იმას, რასაც ეძებენ და ხშირად ხდება ხოლმე არასწორად მე მითითება, რომ აი ეს მაგალითად მე ხშირად მინახავს ჰასტინგსის ბრძოლის ილუსტრაცია, რომელზეც დაწერია ხოლმე რომ კრწანისის ბრძოლა არის მაგალითად, მინახავს სკვითი და კიმერიელი და
ისინი აქვე ალანოსი მხედრების შეტევა და აწერია ხოლმე რომ დიდგორის ბრძოლაში ქართველების შეტევა და ასე შემდეგ რა. ანუ ხშირად არის ხოლმე მსგავსი შეცდომები და ასე რომ დააკვირდით ხოლმე კარგად ილუსტრაციებს და შეაფასეთ. ანუ ზოგჯერ ახლა მაგალითად მე-18 საუკუნის ბრძოლა, რომელშიც თოფები, ზარბაზნები უნდა იყოს და არის ხოლმე ანტიკური ხანის ბრძოლა ჩასმული, იმისი ჰოპლიტები რომ იბრძვიან ბერძენი და ვერ ხვდებიან ხოლმე რომ ეს არ არის იგივე ეპოქა, ხო, ამოვარდნილია და ასე რომ ყურადღებით იყავით სურათებთან, შეიძლება Google-ს არ ენდოთ, ყოველთვის კარგად წაეკითხეთ რა უწერია ხოლმე აღწერაში ამა თუ იმ სურათს და რა თქმა უნდა მიაქციეთ ისტორიულ რეალიებსაც ყურადღება იქ რომ მე მიხვდეთ რა ამა თუ იმ საკითხს. აი როგორც ხა დავით მაღალიშვილის ეგეთი სურათები მეც უამრავი შემხვედრია და მათ შორის სტუდენტების პრეზენტაციებშიც მინახავს ძალიან აცდენილი სურათები, მათ შორის აი ჯალალედინის ლაშქრობებზე საქართველოში მოუტანიათ სტუდენტებს ჯალალედინ რუმის თანამედროვე ილუსტრაცია შექმნილი. ხო და შესაბამისად აი უნდა დავაკვირდეთ მოკლედ ესეთ რაღაცებს რა. კი, სხვადასხვა აი აკადემიურ წრეებშიც, მაგალითად სასკოლო სახელმძღვანელოებში მე მინახავს ბერძნული ფალანგის ნაცვლად მაკედონური ფალანგის აი ეს ტრადიციული გამოსახულება, სარისებით აღჭურვილი თურმე როგორ არიან ბერძენ-სპარსელთა ომებში წარმოდგენილები და მოკლედ ეს ესეთი ამას კიდე არა უშავს. ახლოს არის, ხო? მოკლედ რაც შეეხება მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობას, აი ხშირად არის ხოლმე იგივე პოდკასტში და მე კომენტარებში რომ აი ვიღაცები მომხრე არიან რომ აი ქართული წყაროებით დაწერილი, იგივე მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორიის მომხრე არიან და მოდი ვნახოთ პირველ რიგში ხო აი რა წყაროები გვაქვს და რატომ არის ხოლმე რომ ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე რომ აი გჭირდება უცხოური წყაროები და ძალიან ხშირად ადამიანებს ეს ესმით რომ აი რაღაცა არმენო ფილიასთან გვაქვს საქმე თუ განსაკუთრებით აი სომხურ წყაროებზე არის ხოლმე ეს აი ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და იგივე სიტუაცია გვაქვს აქაც. ამიტომ მოდი ვნახოთ ჯერ რა სიტუაცია გვაქვს, რა ვითარება გვაქვს ამ ხრივ აი მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობაზე ქართულ წყაროებში. აქ პრინციპში ბევრი არაფერისეთი სასაუბრო არ არის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა წყარო გვაქვს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ჯუანშერი. და რას გვეუბნება ახლა ეს ჯუანშერი. მოკლედ ჯუანშერი თხრობას იწყებს ну ჯერ ერთი გასარკვევი არის რა ეკუთვნის აქ ჯუანშერს და რა სხვა ავტორებს, იმიტომ რომ ეს თავის დროზე მე-19-20 საუკუნეში ძალიან დიდი განხილვის თემა იყო, მაგრამ ну პირობითად დღეს რაც მიღებული არის რომ აი ჯუანშერს ეკუთვნის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება და მისი გაგრძელება, აი აქ მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობა პირდაპირ გადაბმული არის ჰერაკლეს ლაშქრობების სერიასთან. და რას გვეუბნება ახლა ჯუანშერი. ჯუანშერის მიხედვით, მას შემდეგ რაც ჰერაკლემ დაკარგა მე-7 საუკუნის ბიზანტიის კეისარზე არის თავისთავად საუბარი იმპერატორზე შუამდინარეთის და პალესტინის დაკარგვის შემდეგ, მოკლედ ჯუანშერის მიხედვით ჰერაკლე შემოდის ქართლში უკვე მეორეჯერ, სადაც ის პოულობს არაბებისგან გამოქცეულ სპარსელებს და ეუბნება მათ რომ აი დასრულდა თქვენი მმართველობა და მოუწოდებს რომ გაჰყვნენ მას. შემდეგ ისინი მარხავენ საკუთარ განძს და მიყვებიან ჰერაკლეს და აი ამ დროს ჯუანშერის მიხედვით ქართლის მთავარი არის სტეფანოზი, რომელსაც ყავს ორი ვაჟი, მირი და არჩილი და ისინიც აი მსგავსად იმ სპარსელებისა მარხავენ აი ამ განძს, გარბიან დასავლეთ საქართველოში, ეგრისში, რადგანაც გაიგებენ რომ აი მათ წინააღმდეგ მოდის მურვან ყრუ, მუჰამედის ვაჟი. ესე წერია. ზოგიერთ ხელნაწერში სხვადასხვა ეს მუჰამედის ვაჟის ნაცვლად წერია რომ ეს არის მუჰამედის დისწული. აი დავით და კონსტანტინეს მარტვილობაში მაგალითად რომელსაც ჩვენ შევეხებით, ასევე ყველგან წერია რომ ეს არის მუჰამედის დისწული. შემდეგ ამ ქართული წყაროს ჯუანშერის მიხედვით მურვან ყრუ აი მას მოუვლო ყოველი კავკასია, დაიპყრო დარიალის კარი, შემდეგ გადადის დასავლეთ საქართველოში, დაანგრევს ციხე-გოჯს, ანაკოფიასთან ბრძოლაში შეძლებენ ეს ძმები მირი და არჩილი მის დამარცხებას, უკან დახეულ მურვანს აბაშიწყალი და ცხენისწყალი უხრჩობს იქ ცხენებს 35,000-ის რაოდენობის და 33,000 აბისინიელ აბაშ მეომარს. მეორე წყარო ეს არის გაცილებით უფრო გვიანდელი, შეგნებულად არ ვეხები ჯუანშერის დათარიღებას, ალბათ მე მოგვიწევს ამის განხილვაც.
ეს არის დავით და კონსტანტინეს მარტვილობა. მე-11-მე-12 საუკუნის ძეგლი, აქაც იგივენაირად გვაქვს სიტუაცია, ვითარება ბიზანტიის კეისარ ჰერაკლისგან იწყებს ეს თხზულებაც, ამბის თხრობას. აღწერილი არის 614 წლის იერუსალიმის ალყა, შემდეგ იერუსალიმის აღება და აი ამ ძელი ცხოვრებისას და პატრიარქ ზაქარიას დატყვევება და გატაცება, შემდგომ ჰერაკლის ლაშქრობა სპარსეთში და მისი გამარჯვება. და შემდეგ აი აქ არის რომ მუჰამედმა, მოციქულმა მუჰამედმა სიკვდილის წინ ძალაუფლება თავის დისწულს მურვანყრუს დაუტოვა, რომელიც ლაშქრობს საბერძნეთში, სომხეთში, შემდეგ მოდის სამცხეში, გადადის არგვეთში და აი აქ არგვეთში მას ებრძვის დავით და კონსტანტინე, ვარდებიან ისინი ტყვედ. შემდეგ მურვანყრუ სთხოვს მათ რჯულის შეცვლას და უარი შემდგომ აწამებს და აი ამის შემდეგ ხდება ეგრისში და აფხაზეთში ლაშქრობა და აი მერე არის განსაკუთრებით საინტერესო ამბავი. ეს შეიძლება ცოტა ისეთი შედარებით ნაკლებად იყოს ცნობილი, რომ მურვანყრუმ აგრძელებს დავით და კონსტანტინეს მმართველობა, ჩაიარა ზღვისპირი და მიაღწია კონსტანტინოპოლს. და კონსტანტინოპოლის მეორე მხარეს, ანუ საუბარი არის აზიურ ნაწილზე, დაიბანაკაო ქალკედონში, ხალკიდონს ესე არის წყაროში, სადაც ვიწროდ მოედინება ზღვა, ბოსფორის სრუტეზე არის საუბარი და მოინდომაო აი ამ სრუტის ქვით ამოვსება და იქიდან ფეხით ჯარის გადაყვანა კონსტანტინოპოლში და აი ამგვარად ქალაქის აღება. და მაგრამ ეს ვერ განახორციელა ეს თავისი მიზანი, ვინაიდან დაწვაო ღამით და დილით მკვდარი იპოვეს, ხოლო მისი ჯარი გაიქცავა. ეს ბოლო განსაკუთრებით საინტერესო არის და ამასაც შევეხებით რა შეიძლება ეს იყოს და ვიზზე შეიძლება აქ საუბარი იყოს, ვინაიდან ვიცი ჩვენ რომ მურვან იბნ მუჰამედმა მას შემდეგ რაც დატოვა კავკასია, არათუ არ მომკვდარა, არამედ საერთოდ ხალიფაც გახდა და მთელი 6 წლის განმავლობაში 754-დან 750 წლამდე თავისუფალი იყო. მოკლედ, აი ეს არის სულ და თუ კიდევ ერთი წყარო, რომელიც დამოუკიდებელი წყარო რა თქმა უნდა არ არის, ეს არის ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანი მე-12-მე-13 საუკუნის, რომელშიც პრინციპში იგივენაირად არის აღწერილი, უბრალოდ ერთადერთი განსხვავება თუ ქართულ წყაროებში აი მუჰამედის ვაჟი არის, თუ მუჰამედის დისწული არის, სომხურში ის მუჰამედის ვაჟი არის. აი ეს არის მოკლედ ის წყაროები, ქართული წყაროები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობის შესახებ კავკასიაში და ზოგადად საქართველოში. აი ესე მოკლე ცნობები. და საინტერესო არის ალბათ აი ეს ისტორიოგრაფია, ის გზა, რომელიც გაიარა ქართულმა ისტორიოგრაფიამ და არაქართულმა ისტორიოგრაფიამ, ვიდრე ჩვენ დღეს გვექნებოდა ეს ბაზა, რომლის მიხედვითაც შევავსებდით აი მარვანის ქმედებებს მთელს კავკასიაში, რა, როგორ, რანაირად, იგივე თბილისის საამიროს დაარსება იქნება თუ სხვა რა. და აი აქ პირველ რიგში უნდა შევეხოთ ვის თუ არა ვახუშტი ბატონიშვილს, ხო, რომელიც ჩვენ აქ გავიყვანეთ ისტორიოგრაფიაში, ვინაიდან და რადგანაც ვახუშტი ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, ამ პერიოდისთვის არანაირად არ არის ცალკე დამოუკიდებელი წყარო. პრინციპში ახალს არაფერს არ გვეუბნება, უბრალოდ საინტერესო არის მისი ეს დათარიღება. იგივეს იმეორებს, რაც ჯუანშერთან არის, უბრალოდ ის დადასტურებულად წერს უკვე, რომ ეს არის დისწული მაჰმადის, არა კონკრეტებს ვინ არის ეს მაჰმადი და ამიტომ არ ვიცით ვის შეიძლება გულისხმობდეს მართლა იმ მაჰმად იბნ მუჰამედ იბნ მარვანს თუ მოციქულ მუჰამედს, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბებს ათარიღებდა 668 წლით. აი მურვან იბნ მუჰამედის ლაშქრობას, ვინაიდან და რადგანაც ქართული წყაროს მიხედვით პირველი ლაშქრობა არის ეს არაბების და ვინაიდან და რადგანაც ვახუშტი ბატონიშვილს როგორც ჩანს ხელი არ მიუწვდებოდა არანაირ უცხოურ წყაროებზე, თუნდაც სომხურ წყაროებზე, რომლებიც საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობენ არაბთა პირველი ლაშქრობების შესახებ კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც. პირველი, ვინც აი ამგვარ დათარიღებას ეჭვის თვალით შეხედა, ეს იყო მარი ბროსე. ისე საინტერესო იქნებოდა, აი თეიმურაზ ბატონიშვილი ძალიან საინტერესო პერსონა არის, რომლის მოწაფედადაც მარი ბროსე თვლიდა თავს, მას აქვს
1858 წელს გამოცემული პეტერბურგში, სამწუხაროდ აი აქვს ვახტანგ გორგასალზე, ბაგრატ მესამეზე სამწუხაროდ აი ეს არაბობის პერიოდი არ აქვს. თეიმურაზი იმით არის საინტერესო, რომ პირველად მას შემოაქვს უცხოური წყაროები საქართველოს ისტორიის აღსადგენად. მაგალითად მანვე შემოიტანა იგივე პომპეუსის ლაშქრობაზე, იგივე მითრიდატეს და ფარსმანის ამბები, ანუ უცხოურ წყაროებს ძალიან კარგად და ესე ცლად იყენებს საქართველოს ისტორიის რეკონსტრუქციისას და სამწუხაროდ მისი ეს მეორე ტომი, როგორც გვაქვს ჩვენ ცნობები, ჰქონდა მას ეს დაწერილი, თუმცა დაკარგული არის, ამიტომ არ ვიცით აი თეიმურაზი როგორ და რას მიიჩნევდა აი მარვან იბნ მუჰამედთან თუ მარვან ყრუსთან დაკავშირებით. და პირველად ვინც აი ქართული წყაროების ცნობას შეხედა ეჭვით, ეს იყო მარი ბროსი. და ის წერს ესეც საინტერესო ამბავს, რომ ის ამბავი, რომლითაც მირ და არჩილისობას ქართული მემატიანე მოგვითხრობს, შეუძლებელია მომხდარიყვნენ იმ დროის განმავლობაში, რადგანაც ამას არ ეთანხმებიან ნამდვილნი და ყოვლის ეჭვის მიუტანილნი ცნობანი არაბ მწერლებისა. ამ გვარის მასალის ნაკვლევანებაში და შეუსებლობაში ისტორიკოსი უნდა დაეფუძნოს იმას, რაც ცხადია, ხოლო გვერდი აუაროს მას, რისიც გამოკვლევა შეუძლებელია. სხვადასხვა მარი ბროსი არის ის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში პირველად შემოიტანა ცნობა ჰაბიბ იბნ მასლამას ქართლში ლაშქრობის შესახებ. ოღონდ ის აი თარიღებში, რა თქმა უნდა, ცდებოდა და დაახლოებით 638 წლის ახლო პერიოდში, 638 წლის შემდგომ ხანებში მიუთითებდა აი ამ ლაშქრობას. რაც შეეხება მარვან იბნ მუჰამედის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობას, თავდაპირველად მარი ბროსემ ჩათვალა, რომ ამას ადგილი ჰქონდა 735 წელს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ფრანგულ ენაზე გამოცემულ 1858 წელს გამოიცა მისი ეს გამოკვლევა. ფრანგულ ენაზე გამოცემულ ამ გამოკვლევაში მან ეს ლაშქრობა მიაწერა არა მარვან იბნ მუჰამედს, არამედ მასლამა იბნ აბდალ მალიქს და ეს შემოსევა დაათარიღა 715 წლით. და შემდგომ დაიწყო მთელი ეს კასკადი ქართულ ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, როდესაც რატომღაც ისევ ქართველი ისტორიკოსები დაუბრუნდნენ აი ვახუშტი ბატონიშვილის ჩვენებას, რომ თითქოს ეს რაღაცა მე-7 საუკუნის 80-იან წლებში თუ 60-იან წლებში ხდებოდა. მაგალითად სულხან ბარათაშვილი, რომელიც თვლიდა, რომ აი დაახლოებით მე-7 საუკუნის 80-იან წლებში უნდა მოხდარიყო ეს ამბები, მაგალითად მოსე ჯანაშვილიც ესე თვლიდა, რომ აი 663 წლის ახლოს უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა შემდგომ მოსე ჯანაშვილმა რამდენჯერმე შეიცვალა თავისი მოსაზრება, თავდაპირველად აი მომდევნო ეტაპზე თქვა, რომ 730-740 წლებში მოხდა ეს ამბავი. შემდეგ უკვე ბოლოსკენ მან მიიჩნია, რომ დავით და კონსტანტინე აწამა მარვან პირველმა, ანუ მარვან იბნ მუჰამედის პაპამ, ხალიფა მუავიას დროს, დაახლოებით 684-685 წლებში, თუმცა ესე იგი თვითონაც აი ამ რაღაცა თარიღებში არ არის, რა თქმა უნდა, ზუსტი. დიმიტრი ბაქრაძე საერთოდ თვლიდა, რომ 663-68 წლებში აუხრებს მარვან იბნ მუჰამედი, ოღონდ აქ საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ მურვან ყრუ იგივე აბულ კასიმიო. ნუ ეს მშვენივრად ვიცით, რომ ორი სხვადასხვა პერსონა არის, აბულ კასიმი მე-10 საუკუნის მოღვაწე 914 წელს, რომელმაც ილაშქრა საქართველოში, მარვან იბნ მუჰამედი კიდევ რა თქმა უნდა სხვა პერსონა არის, მოკლედ აი ეს პერსონათა გაერთიანებაც ხდება და სხვათა შორის ჩვენ რომ დაუბრუნდებით დავით და კონსტანტინეს მარტვილობას, იქ ვნახავთ, რომ რამდენიმე პერსონა გაერთიანებული არის, დასაწყისშივე ესე იხსენიება ეს ამბები, რომ დავით და კონსტანტინე ეწევნენ მურვან ყრუ აბულ კასიმისგან. შემდგომში იყო სარგის კაკაბაძის მოსაზრება, რომ 730 წელს ხდება ეს ამბები და აი მივადექით ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ამ საკითხს ეპყრობა ძალიან ფრთხილად, როგორც ეს მისთვის იყო დამახასიათებელი. ახლა ის ძალიან ვრცლად შეეხო ამ ლაშქრობას და წერს ესეთ რაღაცას, რომ ქართველს ისტორიკოს ეს ლაშქრობა არაბთა თითქოს პირველ ლაშქრობად აქვს წარმოდგენილი კავკასიაში, მაგრამ ეს შეცდომაა. ცნობა ეხება მე-8 საუკუნის პირველი მეოთხედის ამბებს და არა არაბთა პირველი ლაშქრობის ისტორია საქართველოში, რომელიც მოხდა მე-7 საუკუნეში, როგორც ეს შეიძლებოდა თითქოს გვეფიქრა ჩვენის მემატიანის მოთხრობის მიმდინარეობის და მიხედვით. მოკლედ, ივანე ჯავახიშვილი რომ არ ერიდება ქართული წყაროების კრიტიკას, ეს ძალიან კარგად ცნობილი არის, მათ შორის ჯუანშერის ცნობებს და მათ შორის ვახტანგ გორგასალზეც, სადაც ფაქტობრივად უარგისად აცხადებს, გარდა რამდენიმე აი ესეთი მცირე
ამბისა, სადაც შეიძლება დაეჯერებოდეს ჯუანშერს და შემდეგ აგრძელებს აი ამ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზე ლაშქრობის შესახებ. ივანე ჯავახიშვილი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ არც არაბ, არც სომეხ, არც ბიზანტიელ ისტორიკოსებს მურვანის ლაშქრობის შესახებ დასავლეთ საქართველოში, ეგრისა და აფხაზეთში არაფერი აქვთ ნათქვამი, რომ გამორკვეული იყო რამდენად სამართლიანია ზემოთყვანილი ამბავი. მოკლედ, ივანე ჯავახიშვილმა საკითხი მაინც ღიად დატოვა, ბოლომდე გადაჭრით არ ამბობს, რომ ეს რამდენად მოხდა მურვანის ლაშქრობის დროს, უბრალოდ ამბობს, რომ აი წყაროთა არარსებობის გამო ვერ ხდება ამის გარკვევა, მაგრამ აი ვინც პირველად თქვა, რომ ეს ნამდვილად სარწმუნო არის, რომ ქართული წყაროები არ ცდებიან, ეს იყო სიმონ ჯანაშია, რომელიც ამბობს, რომ კი მართალი არის, რომ უცხოური წყაროები დასავლეთ საქართველოში მურვანის ლაშქრობის შესახებ არაფერს არ წერენ, მაგრამ ეს ქართული მატიანის ცნობა მას იმდენად სანდოდ მიაჩნდა, რომ სანდოს დაბეჭდილებას ახდენს და შესაბამისად სარწმუნოდ უნდა იყოსო მიჩნეული. ფაქტობრივად მან გადაწყვიტა ეს საკითხი ქართული წყაროების სასარგებლოდ და ეს მარვანის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა ივარაუდა, რომ 16-38 წლებში უნდა ყოფილიყო და დღესაც პრინციპში ეს მოსაზრება არის გავრცელებული და მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცა ეს სიმონ ჯანაშია შემდგომ გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო მოსაზრება. მაგალითად, გურამ აბრამიშვილი ფიქრობდა, რომ ეგრისსა და აფხაზეთში ეს ლაშქრობები მთლიანად არ უნდა ასახავდეს მურვანყრუს ექსპედიციას და შესაძლო არის, რომ აქ ორი ან მეტი შემოსევი ცნობა იყოს ერთმანეთში არეული. ასევე გურამ აბრამიშვილი ფიქრობდა, რომ აი ძალიან საეჭვო იყო მურვანყრუს მიერ კონსტანტინოპოლის ალყაში მონაწილეობის და ქალკედონში უეცარი გარდაცვალების ამბავი. და ის წერს, რომ ცნობილია, რომ მურვანყრუს არ მიუღია მონაწილეობა კონსტანტინოპოლის არცერთ ალყაში და არც ქალკედონში გარდაცვლილა და თავისთავად მურვანი 750 წლებში, რომ არაბთა სახალიფოს განაგებდა, ეს ცნობილი იყო და ამას მიუთითებს გურამ აბრამიშვილი და რაც შეეხება მის მოსაზრებას, მისი აზრით მთელს აი ამ მონათხრობში კონსტანტინოპოლის ალყა იყო ერთადერთი ქრონოლოგიური მითითება, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელი იყო მურვანის მიერ დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის თარიღის განსაზღვრა. და ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ კონსტანტინოპოლის ორ ალყას ჰქონდა ადგილი. კონსტანტინოპოლის პირველი ალყა 672-619 წლები და გურამ აბრამიშვილი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია იგივე ალყა იყოს. და მეორე ეს 716-718 წლების ალყა, 717-718 უბრალოდ გურამ აბრამიშვილი ათარიღებს 716 წლით, რომელსაც მაშინ მასლამა ხელმძღვანელობდა და ის მიუთითებს სომეხი ავტორის ლევონდის ცნობას, რომლის მიხედვითაც 716-717 წლებში მასლამამ დარუბანდის გავლით ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაზე და როდესაც მან გაიგო, რომ ხაზართა დიდი ჯარი წამოსულა დასახმარებლად, მიატოვა თავისი ბანაკი, მთელი თავისი ავლადიდება და გადავიდა იბერიაში და რაკიღა 716-717 წლებში მასლამა კონსტანტინოპოლის ალყას ხელმძღვანელობდა და ამ წლებში ჰუნებზე ვერ გაილაშქრებდა. აბრამიშვილი ფიქრობს, რომ სხვა არაბ სარდალს, კერძოდ მუჰამედ იბნ მარვანს უნდა გაელაშქრა, იბერიაში გადმოსვლის შემდეგ მას ეგრის აფხაზეთში უნდა ელაშქრა და 717 წელს ანაკოფის ბრძოლაში დამარცხებულიყო და შემდეგ კონსტანტინოპოლის ალყას შეერთებოდა, თუმცა არაფერ მსგავს წყაროები რო არ იცნობენ, ესეც ფაქტი არის. და ბოლოს ასკვნის, რომ ეს მურვანი სინამდვილეში უნდა იყოს მისი მამა მუჰამედ იბნ მარვანი და 717 წელს მას უნდა ეწამებინა მოკლედ დავიდა კონსტანტინე და მას უნდა განეხორციელებინა ის ექსპედიცია, რომელიც ქართულ წყაროებში მარვან იბნ მუჰამედს მიეწერება. შემდეგი ძალიან საინტერესო მოსაზრება ეკუთვნის ბენიამინ სილაგაძეს, რომელმაც გურამ აბრამიშვილის მოსაზრებები რა თქმა უნდა უარყო და რომელიც არაბისტი იყო, ამიტომ ძალიან კარგად იცნობდა მარვან იბნ მუჰამედის კავკასიაში ლაშქრობის შესახებ არსებულ წყაროებს, რომელთა შესწავლის შედეგად მან დაასკვნა ესეთი რაღაცა, რომ არსებობს ერთგვარი საფუძველი ქართველ მემატიანეთან ამბობს შევხედოთ ეჭვის თვალით. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობდა, რომ ქართული წყაროები მთლად მოგონილი არ უნდა იყოს, არამედ რეალურად მომხდარ ვითარებას უნდა ასახავდეს, ოღონდ არაზუსტად და უზუსტობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა დროს მომხდარი ამბები არის ერთმანეთში გაერთიანებული და
ბენიამინ სილაგაძე ფიქრობდა, რომ ქართული წყარო მურვანყრუს მიაწერს არა მასლამა იბნ აბდალმალიქის რა ქვია ლაშქრობას უბრალოდ არა მარვანის მამის მუჰამედ იბნ მარვანის, არამედ მასლამ იბნ აბდალმალიქის ლაშქრობას და რაშიც თვითონ მურვანიც, ეს არის 731 წლის ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელშიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თვითონ მარვანიც. და დავით მუსხელიშვილის მოსაზრებაც არის საინტერესო, რომელმაც 735-36 წლებით დაათარიღა მურვანყრუს ლაშქრობა საქართველოში. მანანა სანაძე, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ 714 წელს მასლამა იბნ აბდალმალიქი აკეთებს ამ ყველაფერს, შემდეგში მან ცოტა შეიცვალა ეს მოსაზრება და ახლა ბოლო დროს საერთოდ 545 წელზე გადაიტანა ეს განსაკუთრებით დავით და კონსტანტინეს მარტვილობაში აღწერილი მოვლენები და ის გულისხმობს ესეთ რაღაცას, რომ აი დიდი ომიანობის პერიოდში 555 წელს სპარსელთა არა არაბების, არამედ სპარსელთა ლაშქრობას უნდა ასახავდეს ეს ყველაფერი და მირი და არჩილი ვახტანგორგასლის შვილები არიან, ისინი გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში და მათ წინააღმდეგ მოდის სპარსეთის შაჰის, რომელიც ამ დროს ხოსრო ანუშირვანი არის, დისწული, რომელიც ამარცხებს და აწამებს შემდგომში დავით და კონსტანტინეს. აი ბოლო დროს ამ ამბებს მურვანყრუს ლაშქრობას შეეხო ახალგაზრდა ისტორიკოსი გურამ ლეგაშვილი და მიიჩნია ის რასაც სხვაებიც მიიჩნევენ, რომ ის ლაშქრობაში რამდენიმე ლაშქრობა არის გაერთიანებული, მაგალითად ჰაბიბ იბნ მასლამას 754 წლის, მაჰამედ იბნ მარვანის 704 წლის და თავად მარვან იბნ მუჰამედის. მოკლედ, ეს მიმოხილვა რა თქმა უნდა არ არის სრული, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რომ ამ ლაშქრობის ზუსტი ანალოგია დღემდე არ არის ნაპოვნი. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აი სოციალურ ქსელებში, მაგალითად პირად საუბრებში არიან ისტორიკოსები, რომლებიც რაღაცნაირად უპირობო ნდობას უცხადებენ ქართულ წყაროებს და რამდენიმე ესეთი მოტივი აქვთ ამისთვის. ნაწილი მათი ამბობს, რომ აი ქართულმა წყაროებმა უკეთიც ზიან საქართველოში რა ხდებოდა, ვიდრე არაბულმა. მე ასევე მომისმენია ვერსიები, რომ არაბებმა დამალეს მარვან იბნ მუჰამედის ეს ლაშქრობა, ვინაიდან მარვანი აქ დამარცხდა და შერცხვენილი წავიდა დასავლეთ საქართველოდან. სხვა შორის შემხედრია არაბისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აი მარვანის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობაზე მოგვეპოვება ჩვენ არაბული წყაროები, უბრალოდ აი ამ არაბულ წყაროებს არ ასახელებენ ცოცხალი თავით. არ იმოწმებენ და უბრალოდ გეუბნებიან, რომ აი წადი და თავად მოძებნე, კი არის ესეთი ცნობები, მაგრამ არც ერთ ისტორიკოსს ამაზე არ აქვს დაწერილი, აქამდე თუ არსებობდა ვიღაცას ნამდვილად უნდა დაეწერა ეს. ყველა ისტორიკოსი მიუთითებს, რომ ამგვარი ცნობები არ არსებობენ, რომლებიც მარვან იბნ მუჰამედის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობაზე მიუთითებენ. სხვა შორის საინტერესო არის ის, რომ აი ისტორიოგრაფიის მიმოხილვას ამით დავასრულებ, აი ბოლო წლებში, უბრალოდ აი 2010-იან წლებში თუ სწორად მახსოვს, აფხაზურმა ისტორიოგრაფიამ აბსურმა ისტორიოგრაფიამ, მოგეთ ესე უფრო ზუსტი იქნება, აი დოროთე დბარი არის იქ სასულიერო პირი, რომელმაც გამოთქვა ესეთი მოსაზრება, რომელიც რა თქმა უნდა ეთანხმება, რომ მარვან იბნ მუჰამედი არის, რომელმაც აი ანაკოფიასთან ბრძოლა შეადარა პუატიეს ბრძოლას და თქვა, რომ აი დაწერა უფრო სწორედ, რომ აი როგორც მაშინ ფრანკებმა შეაჩერეს ევროპაში წინსვლა, აი ზუსტად ესე მარვან იბნ მუჰამედის წინსვლა მაშინ რა ქვია კავკასიაში შეაჩერეს ზუსტად აფხაზებმა ანაკოფიასთან და აი რაღაცნაირად იქ კარლოს მარტელი და აქეთ აფხაზები არიან აი ამ ყველაფრის გამკეთებლები, ხო? ნუ ეს არასერიოზული რო არის, გასაგები უნდა იყოს მოკლედ, ხო? ყველასთვის. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ცი რა არის, საერთოდ ჩვენთან ტრადიციული ისტორიოგრაფიის სადმე ნდობა ძალიან მაღალი არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და შესაბამისად მე გადასინჯვა უკვე იშვიათად ხდება, უბრალოდ შემდეგი ისტორიკოსი იმეორებს ხოლმე უმეტესწილად წინარე ისტორიკოსების გამოთქმულ მოსაზრებას და არა პირველ წყაროებზე დაფუძნებულ რაღაც ახალ აზრს, იმიტომ რომ შეიძლება რომ მის გაცნობისას სხვა ინტერპრეტაცია მისცეს საერთოდ, ხო? მით უმეტეს ვფიქრობ, რომ როცა ამ საკითხს იკოლევ
უშუალოდ იკვლევ ამ შემთხვევაში და არა უბრალოდ თქვა სახელმძღვანელოსთვის წერან, უბრალოდ გჭირდება რაღაც დამხმარე ინფორმაციას უთითებ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ჩვენ ნახო ალბათ პირველ წყაროები მაინც და შეიძლება სხვა ინტერპრეტაცია მოგცეს. თანაც აქ კიდევ ერთი რაღაცაც არის აღსანიშნავი, რომ შედარებითი მსჯელობა არის აუცილებელი საერთოდ ასეთ დროს, ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა ვნახოთ რა ხდება გარშემო. ანუ ეს ერთი ლაშქრობა ესე სადღაც ეს მურვან ყრუ არ ჩამოვარდნილა, ხო, უშუალოდ საქართველოში და არ ულაშქრია და არ აუხრებია. ის აიდანღაც მოდის, სადღაც მიდის, ვინ იყო, რა იყო და ასე შემდეგ, იმის გარშემო შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა საინტერესო მოვლენა არსებობდეს, რომელიც მე შეიძლება დაუკავშიროთ ამას, ხო, ასევე პიროვნებებიც, რომლებიც შეგვიძლია გარკვეულწილად იყვნენ ან მისი, ასე ვთქვათ, პროტოტიპები, ან შეიძლება რომელიმე სხვა იყოს ამ შემთხვევაში, ხო, არ არის აუცილებელი, ხა იქეთგან მურვანი შეიძლება ძალიან ზოგადი სახელადაც იყოს გამოყენებული იქ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი რაღაცა შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიაში, ცალკეული არაბული ან ამ შემთხვევაში თუნდაც ბიზანტიური და შემე სახელები არის ხოლმე განზოგადებული და მე არის ხოლმე გამოყენებული ამდენიმე სხვადასხვა ლაშქრობაზე ან რაღაცაზე ერთი და იგივე ან შეიძლება სხვადასხვა პირი იყო იქ, მაგრამ ერთი სახელია ხოლმე მოხსენიებული საერთოდ და მე გაერთიანებულია ხოლმე მის ქვეშ ან პროტოტიპები ყავს რა ასე ვთქვათ და ამიტომ არის რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ წყაროებზე მუშაობა, რა თქმა უნდა და შედარებითი მსჯელობა, როცა აუცილებლად რეგიონის საკითხი, არა მარტო პატარა რეგიონის საკითხს შევისწავლოთ, არამედ თუ რა ხდება ზოგადად იმ პერიოდის მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ბიზანტიაში და შემდეგ და აი იქ ვეძებოთ უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ისეთი პასუხი, რასაც მაგალითად ვერ იპოვე მარტო ერთ კონკრეტულ წყაროში ჩაკეტილი, მაგალითად კიდეც ქართული წყარო იყოს ეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მომიჯნავეები, რა თქმა უნდა, რომ საბოლოო ჯამში მე რაღაცა საერთო აზრამდე მიგვიყვანოს ამან და ლოგიკური ანალიზის საშუალება მოგცეს. მოდი ახლა გადავიდეთ თვითონ ძირითად საკითხზე, ისტორიოგრაფიაში, ახლა ნაკლებად მიმოიხილე და ვთქვათ და დავიწყოთ პროფესორ იმის ახსნა, რა ვიცით რეალურად მურვან ყრუს ლაშქრობების შესახებ ყველაზე სანდო წყაროებზე დაყრდნობით. აქაც პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ ამ ადამიანის შესახებ გვაქვს უამრავი, რა თქმა უნდა, როგორც სომხური, ისე არაბული წყარო. ძირითადად ეს ორი. პირველი რაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მარვან იბნ მუჰამედი შემდგომი რომ გავიაზროთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც შეიძლება დაწერილი არ იყოს ქართულ თუ არა ქართულ წყაროებში, მაგრამ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. რა არის მარვან იბნ მუჰამედის პირველადი მიზანი, ანუ რატომ აგზავნის მას ხალიფა ჰიშამი, რა მისიით. სანამ ამაზე გადავალთ, იქამდე უნდა ავხსნათ ზოგადად რა ვითარება არის, ხო? მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გამოჩნდნენ არაბები, ძალიან მალე აქ მესამე ძალა ბიზანტიის და არაბების გარდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ხაზარები გამოჩნდნენ. და აი როგორც სიმონ ჯანაში ამბობს, რომ ქართველებს მოუწიათ სამი მხრით ხმლის ქნევა. ესე შეარქვა მან აი ამ ძალიან ხშირად ბიზანტიელებს და ხაზარებს, რომლებიც ცოტა შემდგომ აი ლეონის ავრიელის დროს მისი ერთმანეთის მოკავშირეებიც კი გახდნენ ხაზარები და ბიზანტიელები, როდესაც ლეონის ავრიელმა საკუთარ ვაჟზე ხაზართა ხაკანის ასული დააქორწინა, ქართველები იყენებენ ხაზარებს ძალიან ხშირად. და განსაკუთრებით ეს ეხება მერვე საუკუნის დასაწყისს და განსაკუთრებით ეს ეხება მარვან იბნ მუჰამედის საქართველოში გამოგზავნის წინა პერიოდს. აი, როდესაც ჯარაჰი ესეთი სარდალი 724-ში და შემდგომ 729 წელს მოდის, რომელმაც განაახლა სხვათა შორის ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელი და დაამძიმა მისი პირობები. აი, განსაკუთრებით საინტერესო არის ის, რომ ჯარაჰის ლაშქრობებს სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ კავკასიიდან გადადის ის დარიალის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზარების წინააღმდეგ მოყვა ძალიან დიდი ლაშქრობა ხაზარებისა. აი აქ ჩვენ მართალია ეს ერთადერთი წყარო არის, მაგრამ უნდა ვენდოთ მას, იმიტომ რომ სხვა წყარო ჩვენ ესეთი ამ პერიოდზე არ გვაქვს, ამ მოვლენაზე. ეს არის 730 წლის საპასუხო ლაშქრობა ხაზარების, როდესაც ხაზართა ხაკანის ვაჟი უფლისწული ბარჯიქი გამოდის ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის და დარუბანდეს გზით, ორივე აი ამ გზებით და ბალამი ესეთი ისტორიკოსი გვეუბნება ჩვენ, რომ ეს ლაშქრობა გამოწვეული იყო ქართველი მალიქის, ესე უწოდებს მას, ანუ მეფის, ну ალბათ ერისთავარს გულისხმობს ის, რომლის სახელით სამწუხაროდ არ წერია, მაგრამ ჩათვლილი არის, რომ შეიძლება იყოს სწორედ ეს არჩილი ან სტეფანოზი,
არ ვიცი სამწუხაროდ მისი სახელი, მისი, ესე ვთქვათ, მოწვევის შედეგად. იქ პირდაპირ წერია, რომ ქართველთა მალიქმა წერილი გაუგზავნა ხაზართა ხაკანს, რომ არაბების წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ და სწორედ ეს ქართველი მალიქი უჩვენებს, გზებს ხაზარებს. და აი 730 წლის დეკემბერში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, როდესაც ხაზარებმა პირწმინდად გაანადგურეს ჯარაჰის ჯარი სამხრეთ კავკასიაში და ძალიან ცოტა რაოდენობის არაბი გადაურჩა. თვითონ ჯარაჰი შეეწირა სხვადასხვა ამ ლაშქრობას. ანუ ძალიან გააქტიურდნენ ხაზარები სამხრეთ კავკასიაში, იქამდე 10-იან წლებშიც იყო იგივე შემოსევები და ამას დაუბრუნდებით ჩვენ, როდესაც ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სარდალზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ასევე ერთ-ერთი პროტოტიპი არის მურვან ყრუსი და ბოლოსკენ ალბათ მოგვიწევს, ალბათ კი აუცილებლად მოგვიწევს ამ პიროვნებაზეც საუბარი. ესე იგი 10-იან წლებშიც არის ეს ლაშქრობები აქტიური, მაგრამ აი 730 წლის ლაშქრობა იყო წვერვალი, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომლის ესე დატოვებაც თავისთავად არ გამოვიდოდა. აქ და ესე წერენ არაბული წყაროები, რომ ხალიფა ატირდაო ჰიშამი არის ამ დროს ხალიფა ატირდაო და ტიროდაო, როდესაც აი ამ ბრძოლის შედეგი მას უამბეს და მიუტანეს ეს ამბავი, ატირდაო და მასთან ერთად ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, არაბთა სახალიფოში ყველა მასთან ერთად ატირდაო. ანუ ეს იყო რაღაცა კატასტროფა, რომელიც უნდა შეეჩერებინათ. იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაზე და ზოგადად აი ჩრდილოეთ კავკასიის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა იმპერიისთვის და რა თქმა უნდა არაბთა სახალიფოსთვისაც. და ზუსტად აი ამ მისიის ჯერ იგზავნება მასლამა, რომელმაც ვერ გაამართლა სხვადასხვა აი 731 წელს მასლამა იბნ აბდალმალიქს გზავნიან და მასთან ერთად არის ჩვენი მარვანიც, როგორც ერთ-ერთი სარდალი, თუმცა მასლამამ ვერ გაამართლა ეს იმედები და ზუსტად აი ამით სარგებლობს მისი წარუმატებელი ლაშქრობით სარგებლობს მარვან იბნ მუჰამედი ჩადის ხალიფასთან, დაასმენს ფაქტობრივად მასლამას აი ამ წარუმატებელ ლაშქრობაში და აძლევს ხალიფას გარანტიას იმისა, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ ხაზარების პრობლემას არაბთა სახალიფოს მოუწესრიგებს. აი ეს არის ის ძირითადი მიზანი, რის გამოც ლაშქრობს მარვან იბნ მუჰამედი სამხრეთ კავკასიაში და აქ რა თქმა უნდა აღმოსავლეთ საქართველოს გასაგები არის, იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოსზე გადიოდა იმ ორი ძირითადი განმოსასვლელიდან, დარობანდიდან და დარიალიდან ერთ-ერთი დარიალის ხეობა. ამიტომ ეს გასაგები არის. სხვათა შორის ბოლო პერიოდში თბილისში მარვან იბნ მუჰამედის მიერ მოჭრილი მონეტაც იქნა ნაპოვნი და აღმოსავლეთ საქართველოში რა თქმა უნდა მის ლაშქრობებში ეჭვი არავის არ ეპარება. მაგრამ აი დასავლეთ საქართველოში რამდენად შეიძლება რომ ან ესე იგი გაზდევნებოდა მას რა ქვია მირს და არჩილს ან სტეფანოს განძის თუ სხვა რაღაცის გულისთვის ეს რა თქმა უნდა საკითხის მეორე მხარე არის. მაგრამ აქ საინტერესო ის არის რომ დასავლეთ საქართველოში რა თქმა უნდა არაბები იყვნენ და არიან უკვე 697 წლიდან. ხო, როდესაც სერგი ბარნუკის ძე გადასცემს ბიზანტიელებისგან შეწუხებული გადასცემს დასავლეთ საქართველოს არაბებს და გადაიყვანს მათ ჯარს იქ. ამის შემდგომ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მინიმუმ 20 წელი ეს არის, 10-იან წლებში მერვე საუკუნისა, ვიცი ჩვენ რომ დასავლეთ საქართველოს ფლობენ სრულად არა, რა თქმა უნდა, მაგალითად ქალაქი ფოთი ბიზანტიელების დასაყრდენი იყო იმ დროს, როდესაც ლეონი სავრიელი იგზავნება ბიზანტიის იმპერატორისგან, ჯერ ქალაქ ფაზისში ჩამოდის ის და შემდეგ ფოთში ხო ბიზანტიურ წყაროებში ფაზისი არის კი ბატონო და სომხური წყაროები ძალიან აქტიურად უსვამენ ხას იმას, რომ აი ქალაქი ფოთი იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი თავშესაფარი სამხრეთ კავკასიაში არაბთა წინააღმდეგ მებრძოლებისა. მაგალითად, თვითონ სომეხი დიდებულებიც აქ გაექცნენ, მას რა ქვია, მარვან იბნ მუჰამედის მამას, მუჰამედ იბნ მარვანს. ქალაქ ფოთში აფარეს მათ თავი და შემდგომ 5-6 წლის განმავლობაში აქ იყვნენ, ეს არის დაახლოებით 705, 706, 711 წლები. ან დასავლეთ საქართველოში ძალიან აქტიურად არაბები არიან და ვიცით ასევე ის, რომ მერვე საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც აი ლეონი სავრიელი დასავლეთ საქართველოში არის, მაშინ სცადეს ზუსტად აი ამ ფოთიდან, რომ იერიში მიეტანათ არქეოპოლისზე,
თუმცა იქ დამატებითი არაბული ჯარი ამ დროს არაბებს ეკუთვნით არქეოპოლისი, დამატებითი არაბული ჯარი შემოდის არქეოპოლისის დასაცავად და მაშინ იძულებულნი გახდნენ ბიზანტიელები რომ მოეხსნათ ეს ალყა. ანუ დასავლეთ საქართველოში რა თქმა უნდა არაბები არიან და ეს არ არის ერთი კონკრეტული რაღაცა პერსონის ლაშქრობა. და როგორც ჩანს, აი ზუსტად ეს ამბები გვიანდელ წყაროში, რომლის ავტორსაც ჩვენ ესე ჯუანშერის სახელით, ფსევდო ჯუანშერი, აი სხვადასხვა სომხურ წყაროებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად შემოვიდა ეს, როდესაც ფსევდო სებეოსი და ასე შემდგომ უკვე ძალიან აქტიურად არ ეშინიათ ამის გამოყენების და ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს ამის, რომ უწოდოთ ამ ავტორს დავუშვათ ფსევდო ჯუანშერი. ვინაიდან ვიცით რომ ვერ იქნება ეს მერვე საუკუნის ავტორი ვერანაირად აი ამ ცნობების შემომტანი ჩვენში. არ შეიძლება ამ პერიოდის ავტორს აი ესეთი მცირე და ისიც ესეთი არაზუსტი ცნობები ჰქონდეს. და რაც ყველაზე მთავარი არის ამ ადამიანის შესახებ ჯერ არ არსებობს წყარო რომელიც დასავლეთ საქართველოში მის ლაშქრობაზე მოგვითხრობს და აქ რა თქმა უნდა ის ლოგიკა რომ ეხა არაბებმა დამალეს მისი ეს წარუმატებელი ლაშქრობა რა ვიცი მე ვფიქრობ რომ აცდენილი არის ყველაფერს და არ შეიძლება სერიოზულად აი აკადემიურ წრეებში ამაზე მიმდინარეობდეს მსჯელობა და ამაზე ვინმე სერიოზულად რამეს წერდეს მიუღებელი არის ეს როგორ შეიძლება ყველა წყარო თან განსაკუთრებით ის რომ ეს ბოლო ხალიფა არის ხომ როგორ შეიძლება აბასიანების პერიოდში არის სარგებლად ამით და ამ ადამიანისთვის ბოლო არ დაეცინათ ხო არ გამოიყენებინათ ეს შანსი რომ როგორმე ეს ადამიანი რომელიც გადააგდეს და ბოლოს ეგვიპტეში მოკლეს არ გამოიყენებინათ შანსი და ესეთი შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ არ გაიხსენებინათ მისთვის დასავლეთ საქართველოს მარცხი უკვე გარდაცვლილი ის მართალია მაგრამ არ დაეტოვებინათ ეს მოგონება მის შესახებ მოკლედ ეს ლოგიკა რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ამიტომ თავარი მიზანი, როდესაც ვიცი ჩვენ რა არის მისი, შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ მითებზე და რეალობაზე, აღმოსავლეთ საქართველოში მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობას რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ სვამს. აქ საქმე ეხება დასავლეთ საქართველოში მის მოღვაწეობას და განსაკუთრებით აი ბოლოში საერთოდ რაც არის ეს რაც ნამდვილად ვიცით ჩვენ რომ არანაირ ალყაში კონსტანტინოპოლის ამას მონაწილეობა არ მიუღია მით უმეტეს იქ არანაირი ბოსფორის სრუტის ქვებით ამოვსება და ესე კონსტანტინოპოლის აღება მას არ მოუნდომებია და კიდევ უფრო მით უმეტეს იქ არ მომკვდარა ვიცით სადაც როგორც 750 წელს ეგვიპტეში მოკლეს ომაიანთა უკანასკნელი ხალიფა და ამიტომ რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველოში მისი ლაშქრობა და ეს რაც მთავარი არის რასაც ახლა მე ვსაუბრობ ეს არის ის რაც გაზიარებული არის პრინციპში ისტორიოგრაფიაში უბრალოდ აი ხანდახან აქვთ ხოლმე ადამიანებს რა ჩვენ სკოლაში სხვაგვარად რატომ გვასწავლიან და მე რატომ ვიგებთ აი ამ ყველაფრის რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ერთ გვერდზე აღწერა არის შეუძლებელი, უბრალოდ რთული კი არა, შეუძლებელი. ამიტომ აი როდესაც მეც მაგალითად რომელიც სკოლაშიც ვასწავლი, ჩემთვისაც ძალიან რთული არის მოსწავლეებს უთხრა ის, რაც მე თვითონ არ მჯერა და ვუთხრა რომ აი მარვან იბნ მუჰამედი აი ესე დასავლეთ საქართველოში დავით და კონსტანტინე იქ ანაკოფიასთან ბრძოლა. ნუ შემდგომი ეპიზოდი რა თქმა უნდა გამორიცხული არის და გასაგებია, მაგრამ როცა მე თვითონაც არ მჯერა იმისი, რასაც უყვები, უფრო სწორედ ძალიან კარგად ვიცით, რომ მსგავს რაღაცას არ ჰქონდა ადგილი, ეს რომ მოსწავლეებს აუხსნა, რომ აი წყაროში ესე წერია და ეს არასწორი არის და ამაზე უამრავი. შეუძლებელი არის ფაქტობრივად ამის ახსნა, მაგრამ ეს ჩვენს ისტორიოგრაფიაში, აი ვიცი, მოყოლებული მარი ბროსედან და ასე შემდეგ ივანი ჯავახიშვილი თუ სხვები ძალიან კარგად არის აღნიშნული, რომ აქ ქართული წყაროები ნაკლებად სანდოები არიან და რაც მთავარი არის აქ ერთი კონკრეტული ლაშქრობა კი არ იგულისხმება, არამედ ბევრი ლაშქრობა არის გაერთიანებული. უბრალოდ აქ მთავარი საკითხი ის არის, აი ვისი ლაშქრობა შეიძლება ყოფილიყო, ანუ ის, რაც შემდგომში მიეწერა მარვან იბნ მუჰამედის. აი, სწორედ ამ თემას ეხება ჩემი სტატიები, რომლებიც ჩვენ დასაწყისში ახსენე, რომელიც რაღაცნაირად მცდელობა არის, ეს არ არის რაღაც რა თქმა უნდა ბოლო ინსტანცია, რომ აი პრეტენზია ჰქონდეს, რომ აი მე ესე დავწერე და ახლა ეს უნდა ჩაიწეროს სასკოლო სახელმძღვანელოებში და ყველა ისტორიკოსმა გინდათ თუ არა ეს უნდა გაიზიაროს და ესე უნდა მიიღოს. არა რა თქმა უნდა, მე უბრალოდ იქ რაღაცა გარკვეული ცნობები ჩამივარდა ხელში, რომელიც
ძალიან საინტერესო არის, რაღაცებს საინტერესო დაგვანახებს და ეს არის უბრალოდ ერთი მორიგი მცდელობა, რომ რაღაცა ერთი პატარა კენჭი ქართულ ისტორიოგრაფიას შეემატოს იმის გააზრებაში, აი როგორ შეიძლებოდა შესულიყო აი ეს ცნობები ქართლის ცხოვრებაში მომხდარიყო და ფსევდოჯუანშერთან რისი ასახვა შეიძლება ჩვენ გქონდეს ამ შემთხვევაში. ასევე შენ გქონდა ძალიან საინტერესო განხილვა მურვანყრუს აი მეტსახელისა, ყრუ. საიდან მოვიდა ეს მეტსახელი და ანუ რამდენად მიეწერება ამ პიროვნებას მართლა? ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის. რა ხდება მოკლედ ახლა ეს. სხვა შორის მარვანის არაბული, ესე იგი მეტსახელი იყო ალხიმარ, რაც ნიშნავს სახედარს. ეს არაბული წყაროები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მოკლედ რაკიღა ჩვენში ესეთი გამოთქმა არსებობს ვირივით ჯიუტი, ხო? და რაკიღა ქართული წყაროების მიხედვით მარვანს იმისთვის ეწოდაო ეს ყრუ, რომ ესე იგი თავისიანების სიტყვას არ შეისმენდაო, გაუგონარი იყო, მოკლედ, ხო? ეს ჩვენებურად რომ თქვათ, აი რაღაცნაირად ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ორი მეტსახელი ერთმანეთს დაუკავშირეს და ესე დამტკიცებულად იხილება ფაქტობრივად, რომ აი მარვან იბნ მუჰამედის ეს ეწოდება ყრუ ფაქტობრივად იგივე არის, რაც არაბულში ალხიმარ, ანუ სახედარი და დაახლოებით ერთი და იგივე რაღაც შეიძლება იყოს. მაგრამ ეხა რაში არის საქმე? პირველი საქმე იმაში არის, რომ უცნობი არის, რატომ შეერქვა მარვან იბნ მუჰამედს მისი ეს არაბული ზეწოდება ალხიმარი. მაგალითად, აი ყველაზე ესეთ ავტორიტეტულ გამოცემაში, ისლამის ენციკლოპედიაში ესეთი განმარტება არის, რომ მისი წარმომავლობა არის უცნობი, უბრალოდ თანამედროვე შრომებში ხშირად იწერება, რომ ეს ეწოდა ბრძოლაში შეუპოვრობის და გულადობის გამო. რა თქმა უნდა, ბრძოლაში შეუპოვრობა და გულადობა ერთი არის და მეორე არის ის, რაც ის რაზეც ქართული წყარო საუბრობს, რომ აი არავის გაუგონარი იყო და მოკლედ ამიტომ შეერქვა. რაც შეეხება ცოტა გვიანდელს, ეს არის მე-13 საუკუნის სირიელი ავტორი გრიგოლ ბარ ჰებრაუსი. ესეთ რაღაცას წერს, რომ მეტსახელი ალხიმარი მარვანს შეერქვაო სახედრის ყვავილის, ეს ან იორდასალამი, ან ქრიზანთემა უნდა იყოს, ან პიონი, ან ქრიზანთემა, აი ამის სიყვარულის გამო შეერქვა. მოკლედ ამ ზედწოდებას არაფერი საერთო არ აქვს მურვანის გაუგონრობასთან. უბრალოდ ეს რატომღაც ერთმანეთთან იქნა დაკავშირებული. აი, როგორ შეიძლება რომ ავხსნათ ეს ჩემთვის ძალიან ისეთი მოულოდნელი იყო, როდესაც მე ამ პერიოდს ვიკვლევდი, აღმოაჩინა ესეთი არაბი სარდალი, რომელიც ყოფილა თურმე ყრუ. ეს არ არის მისი მეტსახელი, არამედ ეს არის მისი ფიზიკური ნაკლის აღნიშვნელი. და მოკლედ ეს როგორ იყო ახლა ეს ყველაფერი. აი, როდესაც მე სხვა თემაზე მუშაობდი და უბრალოდ კითხულობდი ეს მე-8 საუკუნის სომეხი ავტორი არის ესეთი ლევონდი იგივე. მას აქვს ერთი ესეთი ცნობა, რომ საჩივრებმა ისმაილიტელთა გამგებლის ვალიდის ყურამდე მიაღწია, მან სასწრაფოდ გამოგზავნა ვინმე აბდალ აზიზი, რომელიც ყრუ იყო. იგივე ცნობა აქვს მე-11 საუკუნის სომეხ ავტორ სტეფანოს ტარონაც, რომ ვალიდმა მუჰამედის ნაცვლად, აქ ხალიფა ვალიდი იგულისხმება, გამოგზავნა სომხეთში აბდალ აზიზი, რომელიც ყრუ იყო. თავისთავად აი ესეთი პერსონის გამოჩენამ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ყრუ არის, რაღაცა ინტერესი აღმიძრა, რომ ვინ არის ეს ადამიანი და ხო არ შეიძლება რომ რაღაცნაირად ეს იყოს სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, ან ნაწილობრივ მაინც და შემდეგში მიეწერა ეს ყველაფერი მარვან ყრუს. ამიტომ ამ პიროვნების შესახებ თუ რამე შეძლების დაგვარა წყარო არსებობდა, ესე იგი ვეცადე რომ მომეჩხრიკა და სხვა შორის ძალიან საინტერესო ამბავი გამოვიდა. და რა არის ახლა ეს? პირველი არის როდის მოვიდა სამხრეთ კავკასიაში აი ეს ყრუ აბდალ აზიზი და რაც თავარი არის თუ არა ერთადერთი ეს სომხური წყაროები, ანუ რამდენად სანდოები არიან ეს სომხური წყაროები.
რა მდგომარეობა იყო სამხრეთ კავკასიაში ამ დროს, კონკრეტულად ქართლში, იყო თუ არა დავუშვათ ის მდგომარეობა, რომელსაც ჯუანშერი აღწერს და რა გაირკვა ახლა აი ამ კვლევაძიების შედეგად. როგორც თქვით, ხალიფა ვალიდი არის ეს ადამიანი, რომელიც აგზავნის აბდალ-აზიზს. ხალიფა ვალიდი სახალიფოს განაგებდა 705 წლიდან 715 წლამდე, მაგრამ ეს ზუსტად როდის გამოიგზავნა ეს ადამიანი სამხრეთ კავკასიაში, ამის შესახებ არაბი ავტორები უკვე ზუსტ ცნობებს გვაწვდიან. ესე იგი, იბნ ხაიატი, ესეთი არაბი ავტორი, ჩვენ გვეუბნება, რომ 700 ჰიჯრის 85 წელს, ეს არის 704-705 წლები, მუჰამედ ბენ მარვანმა, ეს მარვან იბნ მუჰამედის მამა არის, ჩაატარა ექსპედიცია სომხეთში ზაფხულის და ზამთრის განმავლობაში, დაბრუნდა და დანიშნა აბდალაჰ ბენ ჰატიმ ბენ ან-ნუმან ალ-ბაჰილი და აი ეს აბდალაჰი გარდაიცვალა, ასე რომ მუჰამად ბენ მარვანმა დანიშნა მისი ძმა აბდალ-აზიზ ბენ ჰატიმი. აი ამ ღევონდის ცნობით ვალიდმა ჯერ მუჰამედი გამოგზავნა, რომელმაც სომეხი მთავრები სასტიკად დასაჯა და როდესაც მისმა სისასტიკემ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, შემდეგში ხდება აი ამ ვალიდის მიერ მუჰამედის ჩანაცვლება აბდალ აზიზით. მუჰამედის მიერ სომეხი მთავრების დასჯა 705 წლით არის ძალიან კარგად დათარიღებული და სწორედ აი ამას მოჰყვა ის, რომ 705 წელს სომეხი დიდებულები გადასახლდნენ დასავლეთ საქართველოში. შესაბამისად ეს აბდალ-აზიზის სამხრეთ კავკასიაში მოსვლა უნდა მოხდარიყო 706 წელს. და თანაც ეს ამბები ძალიან გავს ჯუანშერის მიერ აღწერილ მოვლენებს, როდესაც ქართველი მთავრები დასავლეთ საქართველოში გადადიან და შემდგომ მოდის აი ეს ყრუ არაბი სარდალი სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ აი უნდა დავშვათ აუცილებლად ესეთი კითხვა, რომ აი ამ მუჰამედის სისასტიკეს ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, სომხეთში. ეს ვიცით, მაგრამ აი წყაროები ქართლს რო არ ახსენებენ, ნეტავ რა ხდებოდა ამ დროს ქართლში. საბედნიეროდ ამაზე ჩვენ შეგვიძლია ნუმიზმატიკური მასალით გავცეთ პასუხი. 704 წელს მოჭრილი მონეტა, რომელსაც აი ესეთი წარწერა აქვს, რომ სახელით ალაჰისა იჭედა ეს დირჰემი თბილის 85 წელს ჰიჯრით, ეს არის 704 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართლშიც მართლობს, ესე იგი მუჰამედი და ძნელი არ არის იმის ვარაუდი, რომ მუჰამედს დიდი ალბათობით ქართლშიც იგივე უნდა მოიმოქმედა, რაც სომხეთში. სხვადასხვა საინტერესო არის ის, რომ აი ამ პერსონის აბდალ-აზიზის მოსვლის ახლო ხანებში მოხდა სომხეთის, ალბანეთის და ქართლის ერთ პროვინციაში, არმინიაში გაერთიანება, დედაქალაქი გახდა მისი დვინი და აი ამ დვინის განახლება ზუსტად აი ამ აბდალ-აზიზს უკავშირდება. იგივე იბნ ხაიატი წერს, რომ მუჰამად ბენ მარვანმა დანიშნა აბდალ-აზიზ ბენ ჰატიმი, მან აღადგინა ქალაქები დაბილი, ანნაშავა და ბარდა. აი იგივე ბალაძორიც იგივეს გვეუბნება, აბდალაჰი გარდაიცვალა და იგი ჩაანაცვლა მისმა ძმამ აბდალ-აზიზ იბნ ჰატიმ იბნ ან-ნუმანმა, რომელმაც ააშენა ქალაქი დაბილი. მოკლედ ეს ამბავი ძალიან ესეთი ცნობილი არის, ბევრი ავტორი გვიყვება ჩვენ ამის შესახებ. და საინტერესო არის შემდეგი გაგრძელება ამ ადამიანის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობა გვაქვს. და სხვადასხვა სამწუხარო არის, რომ ამ ადამიანზე ბოლო პერიოდში, იგივე აი მას შემდეგ, რაც თუნდაც ეს სტატია დაიწერა, რატომღაც აი სიჩუმე არის, რომ თითქოს ამ ადამიანს არც უარსებია და არ გაუკეთებია ის რაღაცები, რაც სინამდვილეში მან გააკეთა. აი ამ 706 წლიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აბდალ-აზიზი არის აი ამ არმინიის, რომელშიც შედის როგორც ალბანეთი და სომხეთი, შედიოდა ისე ქართლიც, აი ამ ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი. დაახლოებით 717 წლამდე აბდალ-აზიზი არის არმენიის გამგებელი და ძალიან საინტერესო არის ის, რომ ის ლაშქრობს სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. და აქვე, მაშინ რა ქვია, სამხრეთ კავკასიაში გარდაიცვალა ის დაახლოებით 721-722 წლებში. და
და საინტერესო არის ეს ადამიანი იმითაც, რომ ზუსტად აი ამ აბდალ აზიზმა დაიწყო დასავლეთ საქართველოში გაქცეული სომეხი ნახარარების შემორიგება და დაბრუნება სომხეთში. ესე იგი სომხური წყაროები გვიყვებიან, რომ მან შეუთვალაო სომეხ ნახარარებს, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში, მან ფიცის წიგნით მისცა მას ჩვეულებისამებრ, დაიჯერესო მისი ფიცი, დაიტაცეს საგანძურები და გაძარცვეს იმ ქალაქის ეკლესიის საკურთხეველი, სადაც ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გადაუდგნენ რა კეისარს, დაბრუნდნენ სომხეთში. ეს ამბები ხდება დაახლოებით 711 წელს და სხვა შორის საინტერესო არის ის, რომ ამ სომხებმა წამოსვლის წინ ქალაქი ფოთი გაძარცვეს და ამას საინტერესოდ ემთხვევა ფილიპიკოსის 711-713 წლებში ბიზანტიის იმპერატორის მიერ იმპერიიდან სომხების გაძევების თარიღი. არ ვიცით ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული თუ არა, მაგრამ 711-712 წლებში ფილიპიკოსმა გამოსცა ბრძანება, რომ ბიზანტიის იმპერიიდან სომხები უნდა გაეძევებინათ და საინტერესო არის, რომ სომხური წყაროების მიხედვით იმდენად შეწუხდაო ფოთის დარბევით კეისარი, რომ ეკლესიის წინამძღვრები მოიხმო, მიტროპოლიტი და არქიეპისკოპოსები და უბრძანა, რომ ანათემა დაეწერა და აღდგომის დასასწაულის დროს წაიკითხათ, რადგანაც ამ დღესასწაულის დღეს წაიკითხესო, მოკლედ ამის შემდეგ ყოველ წელს აი ამ ფოთის დამრბები ბოროტმოქმედების სახელზე აი ამ ანათემას კითხულობდნენ და ეს წესი ჩვენს დრომდე მოქმედებსო წერს ეს სომეხი ავტორი. ამის შემდგომ აბდალაზიზი გადადის ალბანეთში და ძალიან საინტერესო არის ის, რომ დერბენდნამე არის ესეთი წყარო, რომლის მიხედვითაც აბდალაზიზს მიუღია დარუბანდის დალაშქრაშიც მონაწილეობა. ეს დაახლოებით 712-713 წლები უნდა იყოს, როდესაც ის ლაშქრობს მაშინ რა ქვია დარუბანდში და იღებს კიდევაც დარუბანდს. შემდეგში მნიშვნელოვანი არის, რომ ის იცილებს ერთ-ერთ შემოსევას არაბებისას და მოკლედ რაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ეს არის, რომ ეს ადამიანი ყრუ არაბი სარდალი აბდალ აზიზი 706-721 წლებში სამხრეთ კავკასიაში იმყოფებოდა და 711-12 წლამდე სამხრეთ კავკასიას მართავს კიდევაც და ღებულობს აქტიურ მონაწილეობას იმ ყველაფერში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ხდება. მაგრამ ეხლა აქ საინტერესო არის ის, რომ აი რამდენად კმარა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მარვან ყრუსთვის, მურვან ყრუსთვის მიკუთვნებული ამბები მივაწეროთ აი ამ აბდალ აზიზს. სამწუხაროდ, ვინაიდან და რადგანაც წყაროები ძალიან ცოტა გვაქვს, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჩვენ ამ პერიოდში ვიცით ძალიან ცოტა. მაგრამ რაც ვიცით, ფაქტობრივად ზუსტად ემთხვევა იმას, რაც ჯუანშერის მიერ არის მოთხრობილი. ესე იგი, ჯუანშერის მიხედვით დასავლეთ საქართველოში გადასული ყრუ ანგრევს არქეოპოლის, გადალახავს კლისურას და შეიჭრება აფხაზეთში. და ამ დროს ერისთავი ჯუანშერის მიხედვით კეისრის მიერ აფხაზეთისთვის დანიშნული ერისთავი ლეონი შესრულ იყო ციხესაშინა სობრისასა, რომელიც ასე იგი ოსეთის გადასასვლელთან მდებარეობდა. თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობით ზუსტად ამ პერიოდში 705-711 წლებს შორის იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის გავლით ალანიაში აგზავნის სარდალ ლეონს. ეს იგივე ლეონ ისავრიელი არის, რომელსაც საგანგებო დავალება აქვს, რომ ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიელები აამხედროს და როგორმე დასავლეთ საქართველოსთან არაბები განდევნოს. და ამ ვითარებაში ჩადის ლეონი ლაზიკაში, ფაზიში ტოვებს იმპერატორისგან გაგზავნილ ფულს და აფშილიის გავლით გადადის ალანიაში. და მცირე ხნის შემდეგ რომაელები და არმენიელები ლაზიკაში შეიჭრებიან დასავლეთ ეგრისში და არქეოპოლი შემოარტყამენ ალყას. შემდეგ გამოჩნდება არაბთა დამხმარე ჯარი და რის შემდეგაც ფაზისისკენ იხევენ ბიზანტიელები. და ამ დროს ლეონი ისევ იმყოფება ალანიაში. ეს სხვათა შორის ეს მოსაზრება, რომ აი ეგ ერისთავი კეისრისა ლეონი შეიძლება აფხაზეთის ერისთავი კი არა ლეონისავრიელი იყოს, ეს მოსაზრება რა თქმა უნდა მე არ მეკუთვნის და ეს უკვე გამოთქმული იყო იქამდეც
და ვერ ვიტყვით რომ ეს მაინც და მაინც გაზიარებული არის, მაგრამ როგორც მოსაზრება არსებობს რა თქმა უნდა, რომ აქ იგულისხმება არა აფხაზთა ერისთავი, არამედ აი კეისრის მიერ გამოგზავნილი ლეონის შემდგომში ბიზანტიის იმპერატორი ლეონ ისავრიელი. შესაძლოა ჯუანშერმა იცოდა ამ ეპოქაში დასავლეთ საქართველოს რომელიღაც ციხის დანგრევის შესახებ და რაკიღა პარალელურად მას ალბათ ჰქონდა ცნობა არქეოპოლისის ალყის შესახებ, შეიძლება დანგრეულ ციხედაც იც მიიჩნია. ჯუანშერის მიხედვით შემდგომში ყრუმ გადალახა კლისურა და თეოფანე ჟამთაამწერელი წერს ესეთ რაღაცას, რომ იტაზმა შეკრიბა ჯარი, დაიძრავა აბაზგიის წინააღმდეგ, მოულოდნელად შეიჭრა კლისურებში, დიდძალი ნატყვევავი ჩაიგდო ხელთ და დაარბია აბაზგები. მოკლედ, ჯუანშერი დეტალებში აქაც არაზუსტი არის, კლისურა ამ შემთხვევაში გადალახეს არა არაბებმა, არამედ ალანებმა, მაგრამ რაკიღა ამ დროს აბაზგია ისედაც არაბებს ებყრათ, ბუნებრივია არაბები იქ ძალით არ შეიჭრებოდნენ. ესე იგი, მოკლედ, ხდება ესეთი რაღაც, რომ დეტალებში ჯუანშერი არის არაზუსტი, მაგრამ საერთო ჯამში რაღაც ის მოვლენები, რომლებიც მას აღწერილი აქვს, სინამდვილეში ნამდვილად ხდება. და ეხლა საინტერესო არის ის, რომ აი მურვან ყრუმ იდის კონსტანტინოპოლზე სალაშქროდ ქართული წყაროების მიხედვით, თუმცა დავით და კონსტანტინეს მარტვილობის მიხედვით. რა თქმა უნდა, 711-712 წლებში კონსტანტინოპოლის ალყას არანაირი ადგილი არ ჰქონია. ეს უფრო გვიან 717-718 წლებში განახორციელეს არაბებმა, მაგრამ რატო შეიძლება რომ ქართულ წყაროში იხსენიებოდეს დასავლეთ საქართველოში განვითარებული მოვლენების გვერდით, თუ ამ მოვლენებს 711-12 წლებში ჰქონდა ადგილი კონსტანტინოპოლის ალყაც. მე ვფიქრობ, რომ ამის ახსნაც შესაძლებელი არის და ისევ თეოფანე ჟამთაამწერელს ვეყნობე ამ მოსაზრებაში, რომ თეოფანე თავის სულებაში ჯერ წარმოგვიდგენს არაბთა მიერ კონსტანტინოპოლის ალყის აღწერას 717-718 წლებისას, შემდეგ უბრუნდება უკან მომხდარ უკვე ამბებს და მოგვითხრობს ლეონ ისავრიელის დასავლეთ საქართველოში და ალანიაში ყოფნისას მომხდარ მოვლენებს და მერე ისევ უბრუნდება კონსტანტინოპოლის ალყის აღწერას და შესაძლოა ეს ფსევდო ჯუანშერი ზუსტად ვერ გაერკვა თეოფანესთან აღწერილ მოვლენებში და აი სხვადასხვა დროს მომხდარი მოვლენა დაუკავშირა ერთმანეთს. ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეზა არის, ამას ვთქვათ არ ვამტკიცებ, რომ მაინც და მაინც შეიძლება ეს იყოს ერთადერთი სწორი ვერსია, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ აი მურვან ყრუსთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას სამხრეთ კავკასიაში მოსვლამდე დიდებულთა დასავლეთ საქართველოში გადასვლას, შემდეგ ყრუ არაბის არგლის მოსვლას, დარიალისა და დარუბანდის დალაშქრას, არქეოპოლისის ალყას, კლისურის გადალახვას, აფხაზეთის დალაშქრას, კეისრის ერისთავ ლეონის ალანიაში ყოფნას, ადგილი ჰქონდა ყრუ არაბის არგლის აბდალ-აზიზის ამიერკავკასიაში ყოფნის დროს. რაც მე პირადად იმის საშუალებას მაძლევს, რომ ვივარაუდო, გამოთქვა ესეთი ფრთხილი ვარაუდი, რომ გვიან ხანებში მოხდა ორი სარდლის, მარვან იბნ მუჰამედის და ყრუ აბდალ-აზიზის გაერთიანება, რის შედეგადაც ნაკლებად ცნობილი აბდალ-აზიზის ნამოქმედარი მიეწერა ფართო ცნობილ მარვან იბნ მუჰამედს. თუმცა მისი კვალი ბოლომდე ვერ წაიშალა და იგი მურვანის მეტსახელ ყრუს სახით შემორჩა. მე პირადად ესეთი ახსნა მაქვს აი ამ მარვანის მეტსახელ ყრუსი. ყველაზე ხშირად აი აქ როცა მურვან ყრუს მეტსახელზეა ხოლმე ლაპარაკი, ასევე მახსოვს ყოველთვის მითითებული არის ხოლმე რომ სომხები რას უძახდნენ მას, ხო? მას ხო სომხეთშიც ჰქონდა ესეთი მეტსახელი რაღაცა მეწებებული მურვან ყრუს. ამაოხრებელი, ხო? ხო, ამაოხრებელი. რომელიც რა თქმა უნდა ყრუ და ამაოხრებელი ერთ იმაში აჯდება კონტექსტში. ასევე რა თქმა უნდა ასევე სხვადასხვა არის. აბსოლუტურად სხვადასხვა არის, ამიტომაც მე ვფიქრობ, როგორც ვერსიის სახით ამ მოსაზრებას აქვს. ყოველ შემთხვევაში თუ ამ მოსაზრებას არ გაიზიარებენ ქართული ისტორიკოსები, ეს ამგვარი ადამიანის აი წინ წამოწევა რაღაცნაირად აი ამ აბდალ-აზიზის მაინც ვფიქრობ რაღაცნაირად საჭირო არის და აუცილებელიც კი არის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს ამ ადამიანს სამხრეთ კავკასიაში ჩადენილი და არანაკლები, ახლა შეიძლება მარვან იბნ მუჰამედს ვერ შეედაროს, იმიტომ რომ შედეგები აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მარვან იბნ მუჰამედმა თავის მისიას
შესანიშნავად გაართვა თავი და ამარცხა საბოლოოდ ხაზარები მართალი, ამით ბოლომდე ფეხი ვერ ამოუკვეთა მათ სამხრეთ კავკასიიდან, მაგრამ ძალიან ესეთი დიდი დარტყმა მიაყენა ხაზარებს და ამაში რა თქმა უნდა აბდალ აზიზი ვერ შეედრება მას, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში იგივე დვინის განახლება იქნება ეს თუ იგივე დასავლეთ საქართველოში ფოთის ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი ქალაქის დარბევა და გაქცეული სომხების უკან დაბრუნება, მე მგონი მინიმუმ აღნიშნვის ღირსი მაინც არის. ხა ესე გამოვიდა რომ მე აბდალ აზიზის უფლებების დამცველი ვარ, რომ რატო არ ვიხსენიებთ ამ ადამიანს, მაგრამ საინტერესო არის მისი ყრუობა მოკლედ და რაღაცნაირად შეიძლება ამით აიხსნას მარვან იბნ მუჰამედის ეს ზედწოდება, რომლის ახსნა კი, გასაგებია ქართულ წყაროში გვაქვს მისი ახსნა, მაგრამ მაინც და მაინც ამას არც სომხური წყაროები უჭერენ მხარს და ვთქვით, რომ არც ის არაბული ზედწოდება ალხიმარი სახედარი საერთოდ არაფრის შუაში არ არის ამასთან და იმედი მაქვს, ახლა ქართველ ისტორიკოსებს არ გვექნება ეს პრეტენზია, რომ ალხიმარის ახსნა ვიპოვეთ, იქ არაბ ავტორებს არ ჰქონდათ ეს ახსნილი და ეს ზუსტად ამიტომაც ეწოდა, რომ არ იგონებდა თავისი თანამებრძოლების, მას რა ქვია, ნათქვამს. იმედი მაქვს ეს პრეტენზია არ გვექნება, რომ ქართულმა წყარომ შემოინახა ნამდვილი ახსნა აი ამ ხიმარისა თუ რატო შეერქვა. სხვა შორის იგივე ტაბარისაც არ აქვს ეს ახსნა, ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ მისი მმართველობის პერიოდში, მისი მოღვაწეობის პერიოდში ეს ზედწოდება მას უკვე ჰქონდა შერქმეული ალხიმარს გულისხმობ ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი ის აქვს მას შემთხვევა ესეთი დაფიქსირებული, ეს არის ქალაქი ჰიმსის აღების დროს, როდესაც მას აი ამ რაღაცა მიანიშნებენ ქალაქის დამცველები, რომ ესე იგი რაღაცა ის სახედარი არის მოკლედ და იქ ძალიან შეურაცხმყოფილად ხდება ეს ყველაფერი და ტაბარისაც არ აქვს ეს ახსნა, რატომ, მაგრამ ფაქტი არის, რომ მის სიცოცხლეშივე ჰქონდა მას ეს სახედრის ზედწოდება მოკლედ. მაგრამ მის ყრუობაზე, რა თქმა უნდა, ქართული წყაროს გარდა არავინ არც ერთი წყარო არ გვიყვება ჩვენ არაფერს, ამიტომაც აი როგორც ვერსია, სამუშაო ვერსიად, მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო კი, იცი რა არის, თან ახლა მით უმეტეს იგივე პერიოდში რო ყავს რეგიონში ისტორიული პირი, რომელსაც ყრუს უწოდებენ, ჩემი აზრით, საკმაოდ დამაჯერებელი არის. უბრალოდ კი არ უწოდებენ, ფიზიკური ნაკლი არის მართლა, ხო, მართლა არის. ხო, და თან ანუ რა არის საქმე ისი აღნიშნულია რა, მისი ფიზიკური ნაკლი ხაზია გასმული და აი თავისთავად მე ეს ეჭვს რომ შესაძლებელია რომ აი აქედან იყოს აღებული ეგ ამ შემთხვევაში. დაც მე სავსებით დამაჯერებლად მაჩნია და აქვს ნამდვილად ამ ვერსიას არსებობის უფლება. ისი არაბების ლაშქრობებს რაც შეეხება ზოგადად აი ახლა ამ კონტექსტში რომ თქვა ჩვენ ალბათ სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს რა საქართველოში მაინც. პირველი არის მე-7 საუკუნეში როცა შემოდიან და იწყება დამყარება ხელისუფლებისა არაბული ადმინისტრაციისა. მეორე პერიოდი არის, როდესაც გამყარებული აქვს ეს ხელისუფლება უკვე და შედარებით ძლიერად არიან წარმოდგენილები რეგიონში, ეს არის მე-8 და მე-9 საუკუნეები და მე-10 საუკუნე, როცა მათი ძალაუფლება კავკასიაში რჩება მხოლოდ თბილისში და ისიც ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი თუ მთლიან დამოუკიდებელი თბილისის საამიროს ხარჯზე, ხო? ანუ მათი გავლენა და ასე ვთქვათ პოზიცია კავკასიაში არც ისეთი მყარი არ ყოფილა ამ პერიოდის მანძილზე. აი შენ აღნიშნე რომ სამი ძალა იყო ფაქტობრივად რეგიონში, ხო, ხაზარებიც იყვნენ და ბიზანტიელებიც იყვნენ და ეს თავისთავად განაპირობებდა იმას და თან ძალიან პერიფერია იყო არაბთა სახალიფოსი კავკასია, განაპირობებდა იმას რომ არ იყო რეგიონში ის ძლავრად წარმოდგენილი მიუხედავად ამ ლაშქრობებისა, როგორც იყო ჰაბიბ იბნ მასლამასი ჯარახის თუ მურვანყოლის ბუღათურქის და აბულკასიმისა, ესენი მაინც იყო ცალკეული გამოვლინებები, აი ასეთი მასშტაბური იმის, ხო, კამპანიებისა, სხვა შემთხვევაში მაინც მათი ძალაუფლება იყო შემოფარგლული ხოლმე ძირითადად ქვემო ქართლითა და თბილისით, რომელიც ამ შემთხვევაში მერე საერთოდ თითქმის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობს, ხო, თბილისის საამიროს რაც შეეხება და პირიქით აი მე-9 საუკუნე, მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნეებში აი რაღაცნაირად ქართული პოლიტიკური აი სისტემის რაღაცა ნაწილი არის, ანუ მე გულისხმობ რას, ქართული სამეფო სამთავროების ნაწილია ისიც რა ერთ-ერთია რა მათ შორის უკვე ისი არის ამ შემთხვევაში მასი დამოუკიდებლობა გამოკვეთილი. შესაბამისად აი ალბათ ასეთი პერიოდიზაციით შეგვიძლია მოვაქციოთ, ხო, არაბები. კი, ნამდვილად იგივე რელიეფმა, გეოგრაფიულმა ფაქტორებმა იქ წყანარეთის
უამრავმა აჯანყებამ ვერ შეძლეს მათ საბოლოო ჯამში დასავლეთ საქართველოშიც ვერ შეძლეს ფეხის მოკიდება და დამატებით ის რომ ეს ნამდვილად პერიფერია, იქ ხაზარები და ბიზანტია, რომლებიც არანაირად არ თმობენ და დამატებით კიდევ ის რომ ქართველები არ ეგუებიან აი ამ არაბთა მმართველობას და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ ეს ქართველები ხდებიან არასანდოები, ამიტომაც შემდგომში თბილისში საამირო არსდება, თუმცა შემდეგში ნახეთ ეს ძალიან კარგად, რომ არც თბილისში, ესე იგი ქართველებმა მოკლედ ეს არაბი ამირაც კი გავაფუჭეთ და მასაც კი დავაწყებინეთ ხალიფის წინააღმდეგ ბრძოლა და შემდეგ ბუღათურქის და განსაკუთრებით ბუღათურქის ლაშქრობა მოვიწიეთ. მე რა რო თბილისიც ძალიან დაზარალდა და როგორც წყაროები გვეუბნებიან 50,000 ადამიანი ხო ნუ ეს რიცხვი რა თქმა უნდა გაზვიადებულია. და ეს სხვადასხვა საინტერესო არის აბულ-კასიმის ლაშქრობა ახსენეთ და ერთ-ერთ არგუმენტად ზოგიერთ ისტორიკოს ესეც მოაქვს რომ აი როგორც აბულ-კასიმის ლაშქრობა არ არის არაბულ წყაროებში აღნიშნული, აი ესე შეიძლებოდა გამორჩენოდაც, მაგრამ ერთი არის აბულ-კასიმი, რომელიც არ წარმოადგენს იმგვარ ფიგურას, ეს არც არაბთა სახალიფოდან მოსული პერსონა არ არის და არც ესე დაწვრილებით არ აქვს აღწერილი. მაშინ როდესაც მარვან იბნ მუჰამედის ლაშქრობა დაწვრილებით აქვს, რომელ წელს რას აკეთებდა სამხრეთ კავკასიაში ყოფნის დროს არაერთ არაბ ავტორს აღწერილი და რაღა მაინც და მაინც ის რაც ჩვენ წყაროებში არის გამორჩენილი, სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესოა, ბევრჯერ მithქვამს ხოლმე იგივე მოსწავლეებთან თუ ზოგადად აი რაღაც აი ამ წრეებში საუბრისას, რომ რაღაც საინტერესო ამბავი გვაქვს. ის რაზეც ქართული წყაროები ჩვენ გვიყვებიან, აი თუნდაც ვახტანგ გორგასლის მაშინ რა ქვია ცხოვრებაში, არ გვიყვებიან ამაზე უცხოური წყაროები. და ის რაზეც უცხოური წყაროები გვიყვებიან, არ არის ხოლმე ქართულ წყაროებში აღწერილი. მაგალითად, იგივე ვახტანგ გორგასალზე რო ავიღოთ 482 წლების აჯანყებაზე სიტყვას არ ძრავს ჯუანშერი და ამ დროს ლაზარ ფარპეცი უზარმაზარ ინფორმაციას გვაძლევს აი ამ აჯანყების შესახებ. ეს ძალიან ისეთი საინტერესო და ამავე დროს რთული საკითხი არის, აი რატომ და ალბათ პასუხი ისე ვის არის. ამ ცნობების გვიანდელობის გამო და იმის გამო, რომ ქართველ ავტორებს სამწუხაროდ ხელი არ მიუწვდებოდათ სანდო წყაროებთან. აი ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს ჩვენ, აი ეს ჩემი მეორე სტატია, რომელიც ასევე ერთგვარი ფრთხილი ცდელობა იყო ჩემი მხრიდან, რომ გამერკვია რატომ იხსენიება ეს ადამიანი მუჰამედის დისწულად. სხვადასხვა ქართულ ისტორიოგრაფიაში ყოველთვის ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევდა ეს, რომ ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მოციქულ მუჰამედს არ ყავდა ღვიძლი და რატომ არის ესე მითითებული. მართალია სომხურ თარგმანში ქართლის ცხოვრებისა ვახსენეთ ჩვენ ზემოთ, რომ როდესაც საუბარი დავიწყეთ, რომ ის მუჰამედის შვილად იწოდება და ეს მუჰამედი რა თქმა უნდა არ არის მოციქული მუჰამედი, აქ საუბარი არის მის ნამდვილ მამაზე მუჰამად იბნ მარვანზე, მაგრამ ქართულ წყაროებში აი ჯუანშერთან ის ხან დისწული არის და ხან შვილი არის მუჰამედის, მაგრამ აი დავით და კონსტანტინეს წამებაში არაერთ გზის არის აღნიშნული, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად მუჰამედის, მოციქულ მუჰამედისთან დის შვილი. და რა შეიძლება ამაზე ითქვას, ეს საინტერესო არის და სხვადასხვა კიდევ ერთი საკითხი, რომ აი მის ლაშქრობაში რომ ბევრი ადამიანი არის გაერთიანებული, ბევრი ისტორიული პერსონის ლაშქრობა რომ არის ამ ერთ ადამიანზე მიწერილი, ეს ჩანს სხვადასხვა დეტალებით. მაგალითად, თუნდაც აი ამ დავით და კონსტანტინეს წამებისგან, ეს სათაურიდანვე კი ჩანს ეს, რომ აი ესეთი რაღაც წერია, რომელნი იწამეს უღრთო ის ამის მძლავრისა სპარსთა მეფისა მურვან აბულ-კასიმისგან. ზემოთ ვახსენეთ კიდევაც, რომ მურვანი რა თქმა უნდა ცალკე პერსონა არის, აბულ-კასიმი კიდევ რა თქმა უნდა ცალკე პერსონა არის, უბრალოდ ქართულ წყაროში ესე პირდაპირ გაერთიანებულად გვაქვს და გვყავს ეს ორი ადამიანი, როგორც თუ ჩემი აი ეს თვალსაზრისი ყრუ აბდალაზიზის შესახებ სიმართლე არის, მაშინ საერთოდ სამი ადამიანი ყოლია და აი ხა მეოთხე ადამიანი შემოვიყვანოთ კიდევ და ეს არის დისწული მუჰმად სუდსახელისა მოციქულისა. და
ამაზე ქართული ისტორიოგრაფიაში რა თქმა უნდა არსებობს კვლევები, პრინციპში საკვლევი არც არაფერი იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რომ მოციქულ მუჰამედს არ ყავდა არანაირად და არ ქონია ჩვენ ესეთი მცდელობა რომ რაკიღა ქართული წყაროები იცნობენ მოციქულ მუჰამედის დას ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო, არა რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგალითად იგივე გურამ აბრამიშვილმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ აი მურვან ყრუ ვერ გამოდგება დავითა კონსტანტინეს მარტვილობის თარიღის დასადგენად, რადგანაც ავტორს მურვანი მიაჩნია მოციქულ მუჰამედის დისშვილად. მაგრამ შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ აი მანანა სანაძემ ეს მუჰამედი საერთოდ მიიჩნია სპარსის სარდალი მიიჩნია ხოსრო ანუშირვანად და მის დისშვილად მე-6 საუკუნის ისტორიულ პირად მიიჩნია ეს რაღაცა ძლავრი, როგორც ეწოდება მას წყაროში, მაგრამ აი ამ თხზულებაში ძალიან ბევრჯერ არის ხაზგასმული ის, რომ ეს არაბი სარდალი არის მუჰამედის დისწული. აი ბევრგან ერთი 10 ადგილი არის, სადაც ამბობს, რომ აი მუჰამედმა დაუტოვა თავისი ძალაუფლება აი ამ თავის დისწულს. შემდეგში მარვანი ამბობს, რომ აი ვინ კადრულობს იმას, რომ მოციქულ მუჰამედს ჩემს დედის ძმას აღუდგეს წინ და ასე შემდგომ და ეს რა შეიძლება იყოს, რატომ შეიძლება თუ და მუჰამედს ვიცით რომ არ ყავდა, რატომ არის ეს დისწულად მოხსენიებული და აქაც სხვადასხვის ცოტა ესე გაოცებულიც კი ვარ, რატომ არ იქნა ეს იქამდე შენიშნული, იმიტომ რომ წესითად არ იგით ქართველ ისტორიკოსებს ეს უნდა შეენიშნათ, რომ მარტო ქართული წყარო არ იხსენიებს არაბ სარდალს, რომელიც მუჰამედის დისწული არის. მე მაგალითად ორი სომხური წყარო, ეს არის წმინდა ნერსეს პართევის ისტორია და იოანე მამიკონიანის ტარონის ისტორია. თავის დროზე რაღაც შემთხვევით ჩამივარდა ესენი ხელში, რომლებშიც აი ესე პირდაპირ წერია ესეთი რამ, რომ სომეხთა წელთაღრიცხვის 80 წელს ბერძენთა მეფე ჰერაკლე შეებრძოლა სპარსთა მეფე ხოსროს და მოკლა იგი. 8 წლის შემდეგ მუჰამედის დისშვილი აბდარაჰიმი მოვიდა სომხეთში 18000 კაცის თანხლებით ხარკის ასაკრეფად და ქრისტიანთა ჯარის ამოსაწყვეტად, რომელიც ტარონის გავარში იმყოფებოდა, გადავიდა ჰარკსა და ბასიანში, ქართლში, ჯავახეთში და ვანანში აიღო ხარკი და არაბეთში დაბრუნდა და დაახლოებით იგივეს უფრო ცლად აღწერს იოანე მამიკონიანი. ესე იგი, სომხურ წყაროებშიც გვყავს ჩვენ ადამიანი, რომელიც იხსენიება მართალია განსხვავებული სახელით, აბდარაჰიმი არის მისი სახელი სომხურ წყაროებში, მაგრამ რომელიც იხსენიება მუჰამედის დისწულად. და საინტერესო არის, რომ ეს ორივე წყარო თავის თხრობას არაბთა ლაშქრობების შესახებ აბამს აი ამ ჰერაკლე კეისრის ამბებს, ისევე როგორც ორივე ქართული წყარო, ჯუანშერიც და დავითა კონსტანტინეს მარტვილობაც და კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ თვითონ აი ამ სომხურ წყაროში დათარიღება მართლაც ეს არის დაახლოებით 628-29 წლებში მიუთითებენ ისინი აი ამ ლაშქრობას და მართლა პირველი ლაშქრობა გამოდის. მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა არის, რომ იოანე მამიკონიანიც, ანუ ეს იოანე მამიკონიანის წყაროც და მისი თხზულებას და წმინდა ნესეს პართელის ისტორიაც არის ძალიან გვიანდელი და ძალიან არაზუსტი წყაროები. ანუ მიუხედავად იმისა, რომ იხსენიებენ აი ესეთ არაბ სარდალს პირველ ლაშქრობას და ამაშიც საერთო აქვს ქართულ წყაროებს და აი ამ სომხურ წყაროებს, ამის მიუხედავად ჩვენ ვერ ვადასტურებთ იმას, რომ ასეთ ლაშქრობას, რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა. და აი აქაც ჩანს ის, რომ აი ქართული წყაროები აქაც სარგებლობენ არაზუსტი წყაროებით. კი, აქვთ მათ მცდელობა, რომ რაღაც ეს მაგალითად სომხური წყაროებით ისარგებლონ, მაგრამ სარგებლობენ არა ესეთი ავტორიტეტული წყაროებით, როგორც არის ღევონდი თუ მოვსეს კალანკატუაცი თუ სხვები და სხვები, არამედ აი წმინდა ნერსეს პართელი და იოანე მამიკონიანი. მე პირადად ვფიქრობ, რომ ალბათ ქართულმა წყარომ ისარგებლა ამ წყაროებით და რაღაცნაირად ესე მოხდა დაკავშირება და გამოძერწვა აი ამ მუჰამედის დისწულის და მაინც და მაინც ამგვარ პერსონა შეიძლებოდა არც არსებობდა. ყოველ შემთხვევაში მუჰამედის დისწული რა თქმა უნდა არ არსებობდა, რაღაცნაირად შეიძლება ეს იყოს ნათესაობა
და შემდგომში ეს დისწულად გაფორმება ზუსტად როგორ მოხდა, რანაირად მოხდა სამწუხაროდ ამაზე საუბარი შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ მეტი წყარო არ გვაქვს რომ გავყვეთ ამას, ვინ იყო ეს აბდრაჰიმი, სამწუხაროდ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა მე პირადად ვერ მოვძებნე აი ამ პერიოდში ესეთი ლაშქრობა არაბულ წყაროებში კი არის რაღაც მითითებები, რომ აი პირველი ლაშქრობა შეიძლება 30-იანი წლების ბოლოს მომხდარიყო, მაგრამ არ გვაქვს ჩვენ ვრცელი აღწერა ამ ლაშქრობებისა, ვერც მათი მეთაურის შესახებ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მოძიება, შესაბამისად აი უბრალოდ ფრთხილი ვარაუდის სახით, რომ დავით და კონსტანტინეს მარტვილობა აქ შეიძლება რაღაცნაირად სომხურ წყაროებს ეყრდნობოდა და აი ესე მოხდა შემოყვანა სომხური წყაროების რა ქვია გავლენით ქართულ წყაროში მუჰამედის დის წულისა მეტი ახსნა სამწუხაროდ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე პირადად ამ საკითხზე არ აქვს, მაგრამ საინტერესო არის თუ ესეც სიმართლე არის, მაშინ გამოვა რომ ეს მურვან ყრუ მუჰამედის დის წული, ესე იგი საერთოდ არა ორს აბდალაზის და მურვან ყრუს, მურვან იბნ მუჰამედს უბრალოდ, არამედ კიდევ მესამე ადამიანს, ეს უკვე მე-7 საუკუნის არაბ სარდალს, ვუწოდოთ მას აბდრაჰიმი, იმიტომ რომ ორი სომხური წყარო ადასტურებს ამას, აერთიანებს კიდევ და აქ კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ ქართული წყაროები ნამდვილად რამდენიმე არაბი სარდლის ლაშქრობას აერთიანებენ და მიაწერენ ერთ პერსონას. მოკლედ ისევ და ისევ მივდივართ იმ თემამდე, რომელიც ჩვენს საუბარს აქცევს ნამდვილად მწარედ. და ეს ჩვენთვის არის პირველ რიგში ძალიან მწარე, ვინც ამ პერიოდზე მუშაობთ, ეს არის ქართული წყაროების გვიანდელობა, არასანდოობა, უზუსტობები და ჩვენ გვიწევს მე ეს ჩვენთვის არის პირველ რიგში ძალიან ესეთი გულდასაწყვეტიც და აი პრაქტიკულადაც ძალიან რთული. ამაზე საუბარიც და რა თქმა უნდა მე ამაზე მუშაობაც. კი, რა თქმა უნდა. საერთოდ ჩვენ ვინც ადრეულ შუა საუკუნეებზე გვიმუშავია, ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ ხოლმე აი ამ საკითხებს და მეც რამდენჯერმე ესეთი ეპიზოდი ჩაწერილი მაქვს, ყოველთვის ახლა ის რაზეც საუბრობდი, მაგ ტონით და მაგ მიდგომით მაქვს ნასაუბრები რა ფაქტობრივად. აი იგივე დაწყებული ლაზიკის ომით და თუნდაც აი მე-7 საუკუნის მოვლენებით და ასე შემდეგ, საერთოდ საკმაოდ ბურუსით მოცულია თუნდაც წყაროების გამო და მე ხშირად როდესაც აღნიშნავ ხოლმე რომ ქართული წყაროების ნაკლებობაა და ვიყენებთ უცხოურ წყაროებს და შემდეგ მე ზოგს ცოტა გული წყდება ხოლმე ამაზე, მაგრამ ნუ ასეა, ქართული ისტორიოგრაფია იყენებს იმას, საიდანაც გვაქვს ეს ინფორმაცია და თქვენ რაც გონიათ უმეტესი ნაწილი იმ ინფორმაციისა, რომ ქართული წყაროებიდან არის მოტანილი სინამდვილეში არ არის ეს ქართული წყაროებიდან ამოღებული მასალა, რაც ვიცით ანტიკურ ხანასა და განსაკუთრებით შუა საუკუნეების ადრეულ პერიოდზე. ასე რომ ნახოთ თქვენ პირველ წყაროები დარწმუნდებით რომ ჩვენი ისტორიოგრაფია თავიდან 19 საუკუნიდან დაწყებული იყენებდა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უცხოურ წყაროებს ისტორიის რეკონსტრუქციისათვის. ეს ისედაც რომც არსებობდეს ამ შემთხვევაში პარალელური ქართული მაღალი ხარისხის წყაროები, მაინც რომ გამოიყენო უცხოური აუცილებლად, იმიტომ რომ ის გაცილებით ობიექტურ სურათს შეიძლება გთავაზობდეს, ან შენი და უცხოური წყაროს ერთმანეთთან შეპირისპირება, შედარება ამ შემთხვევაში ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა ხოლმე ზოგადად, თუმცა ამის ფუფუნება ძალიან ხშირად არ გვაქვს ჩვენ და ასე რომ როდესაც გვაქვს ასეთი თემები, ასე თუ ისე კიდევ უფრო კარგად არის დალაგებული ქართული ისტორიოგრაფიაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან ბევრი მითია ხშირად გავრცელებული. კი, რა თქმა უნდა, აი უამრავი თემის ახლა შენ რო საუბრობდი, მე თავში წამოვიტივდი და ძალიან ბევრი ისეთი მოვლენა, რომელიც იგივე სასკოლო სახელმძღვანელოებშიც რა თქმა უნდა შესული არის. ჩვენ ამას ახლა ვერ ვეუბნებით ყველა მოსწავლეს, რომ აი ეს ყველა უცხოური წყაროდან არის მოტანილი, მაგრამ ამ მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა ძალიან დიდი წილი არის ზუსტადაც უცხოური წყაროებით, აი რომელი ერთი შეიძლება დავასახელოთ, უბრალოდ აზრი არ აქვს ამის დასახელებას, ფარსმანქველზე იქნება თუ პომპეუსის ლაშქრობაზე იქნება თუ დიდგორის ბრძოლაზე, რა ინფორმაცია გვაქვს ახლა ქართულ წყაროებში 3 საათიან ბრძოლაში რომ დაამარცხა და იქ ქვიშასავით ურიცხვი და აქ დასრულდა ყველაფერი და იგივე ის სიტყვა, რომელიც დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ არა გოტიე რა გვეწოდინებოდა ჩვენ მასზე ან ეს განლაგება, ან თუნდაც შემადგენლობის შესახებ 15,000 ყივჩაღი და 40,000, ნუ ხა რიცხვები რა თქმა უნდა იქ გაზვიადებული რო არის, მაგას არ ვამბობ, უბრალოდ რაც გვაქვს მოცემულობა, რასაც ჯერ კიდევ წერთ სასკოლო სახელმძღვანელოებში, თუნდაც ეს რომ იგივე უცხოური წყაროებიდან, მათეურ ჰაილიდან და
ძირითადად მათი ურჰაელი ხო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გოტია ისეთ რაოდენობას ასახელებს საერთოდ იქით არის ძალიან ასტატი ურჰაელი აკლებს მაინც და მაინც. კი, მაგრამ მათე მაინც ცოტა ის ყოველ შემთხვევაში ქართული არმიის ცოტა ნაკლებს მაინც ამბობს, გოტია თუ სწორად მახსოვს 80,000 ამბობს საერთოდ და გაცილებით არა, საერთოდ შუა საუკუნეების ავტორებისგან მოცემული რიცხვები არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად, მაგით ვერაფერს ვერ განსაზღვრავ, მაინც ეპოქის მიხედვით ვაკეთებთ ხოლმე მაგისი ანალიზს რა, სამხედრო ისტორიკოსები ხო ზოგადად და შესაძლებლობების და დემოგრაფიისა და 1000 რამის გარდა, იმიტომ რომ აი წყაროსნეობის პრობლემაა არა გარკვეულწილად ესეც რა, რომ უნდა ვიცოდეთ რა პერიოდის წყაროს როგორ მოვექცეთ და როგორ გამოვიყენოთ, ვის რისი დაწერა უნდა და რატომ წერდა და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ ვრცელი ეპიზოდი გამოგვივიდა ძალიან საინტერესო თემაზე. საერთოდ ჩვენ მსმენელს აი ზოგიერთ განსაკუთრებით დამწყები ვინც არის ხა წარე პოდკასტზე შეიძლება მოეჩვენოს რომ ზოგიერთ საკითხზე ცოტა ჭოჭმანობთ ხოლმე ჩვენ ზუსტად არ ვიძახით და ვამბობთ რომ ვარაუდობთ რაღაცას საშინ მაგრამ ეს არის ზოგადად ისტორიკოსის მიდგომა ასეთია ზოგადად ჩვენ არასდროს 100% დარწმუნებით რაღაცაზე არ ვიტყვით რომ ეს ზუსტად ასეა თუ ამის შესახებ არ გვაქვს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, მაქსიმალურად დამადასტურებელი წყარო, არქეოლოგიური მასალა და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ყველაფერი მაინც არის ასე თუ ისე ისტორიის ინტერპრეტაცია, მაგრამ უნდა იყოს ეს ინტერპრეტაცია რაც შეიძლება ლოგიკური და უნდა იყოს კარგი ანალიზი, რა თქმა უნდა. აი ეს არის ისტორიკოსის მოვალეობა. ისტორიკოსის მოვალეობა მარტო ის კი არ არის წყარო იპოვოს ამ შემთხვევაში, რომ თქვა სადღაც ეს წერია. არამედ მე იმას ინტერპრეტაციას როგორ გაუკეთებს, როგორ გაანალიზებს და როგორ აქცევს მას ღირებულ ინფორმაციად, აი ამას აკეთებს ისტორიკოსი ამ შემთხვევაში. შესაბამისად ჩვენც მეტნაკლებად აი ამის მცდელობა გვაქვს ხოლმე წარე პოდკასტში, იმიტომ რომ ძირითადად ვიწვევ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ახლა ამ საკითხებზე, შესაბამისად აი როდესაც ჩვენ ამ ასეთ საკითხებზე საუბრობთ, ყოველთვის მზად იყავით იმისთვის, რომ არ მიიღებთ ყველაფერზე აი დაზუსტებულ პასუხებს. არამედ თქვენ მიიღებთ იმ ინტერპრეტაციას და იმ ვარაუდებს, რაც ყველაზე ახლოს იქნება მეტნაკლებად რეალობასთან, ვიდრე ამ შემთხვევაში ის გავრცელებული მითები, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინახავს ესე გადაჭრით ნათქვამი ვერსიები, რომელთაც ავტორები აცხადებენ, რომ აი ეს არის ის რაც ყველამ უნდა გაიზიაროს, შემდეგ აქვს პრეტენზიები, რომ აი როგორ არავინ არ იზიარებს, როგორ არ იწერება ენციკლოპედიებში, როგორ ყურადღებას არავინ არ აქცევს მათ თვალსაზრისს და ყურადღების მიქცევაში გულისხმობენ იმას, რომ აბსოლუტურად ყველამ გაიზიაროს მათი ეს შეხედულება და ეს ძალიან ცუდი მიდგომა არის და არის რა თქმა უნდა შემდგომში იგივე ამ ადამიანებისთვის გულსაკლავი, როდესაც აი თუ ვინმე დაწერს რეცენზიას შემდგომში ძალიან ცუდი გამოდის, იმიტომ რომ რეალურად არ შეიძლება ახლა 21 საუკუნის ავტორმა მე-5, მე-6, მე-7 საუკუნე, თუნდაც მე-11 საუკუნის მოვლენებზე, სადაც წყაროები ძალიან ცოტა არის, თქვას გადაჭრით, რომ აი ეს ესე იყო და გინდა თუ არ გინდა, მე რასაც ვფიქრობ, ეს არის სინამდვილე და მე გქონდეს პრეტენზია, რომ ყველამ მიიღოს ეს და ეს ძალიან ცუდი შედეგით მთავრდება, არაერთი გვინახავს ესეთი, კი მართალია 21 საუკუნეში 2025 წელს გვიჭირს ჩვენ ახლა ესე პირდაპირ რეცენზიები ვწეროთ, იმიტომ რომ აქ მე მიდის რაღაც პირადი ურთიერთობების გადახედვა და მე პირად შეურაცხყოფებზეც კი შეიძლება საქმე მივიდეს, ამიტომ ვერიდებით ხოლმე და ალბათ ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ გარკვეულ პერსონებს ჰქონდეთ ეს ამბიცია, რომ აი მე ვარ და ეს ყველაფერი რაც მე დავწერე, ეს არის სწორი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესე არ ხდება, ეს არ არის ისტორიოგრაფიის განვითარება. აი ზოგიერთ ადამიანს ესე მიაჩნია, რომ აი ივანე ჯავახიშვილმა თავის დროზე თქვა და ეს უნდა მივიღოთ და როგორ შენ ივანე ჯავახიშვილზე მეტი იცი? არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ივანე ჯავახიშვილმა თავისი დროისთვის საოცრებები აკეთეს მართლა, აი რაღაცა სასწაულები აკეთეს ამ ადამიანებმა. უბრალოდ დღეს ჩვენ მეტი რესურსი გვაქვს. ხო, ელემენტარული აი შეგვიძლია დავსხდეთ ჩვენს კომპიუტერებთან და რა ვიცი ვატიკანის საცავში ახლა ბოლოს რაზეც ვიმუშავე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამას, აი ივანე ჯავახიშვილი რასაც ეცნობოდა რაღაც 100 მანის გამოცემიდან, მე ორი დაწყაპებით გავხსენი ვატიკანის არქივში დაცული ხელნაწერი და აი ამ ხელნაწერიდან ვკითხულობდი იმას, რაც ამას ვერც იოცნებებდა ივანე ჯავახიშვილი და მას რომ ეს ამაზე ქონოდა ხელმისაწვდომობა, გაცილებით უფრო მეც შეძლებდა, ვიდრე თავის დროზე შეძლოდა. როცა ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, როცა ჩვენ გვაქვს უამრავი გაციფრულებული ვერსია და ივანე ჯავახიშვილი თავის მეგობრებს თუ სადმე ვინმე ეგულებოდა თუ რაიმე წიგნის გამოცემას გაიგებდა, წერდა რომ აი თუ შეიძლება გავიგერო ეს გამოცემულა და ეს მიბოძოთ
გამომიგზავნოთ და ამას ესე ხდებოდა იმ დროს ისტორიის რეკონსტრუქცია და ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს შეიძლება მეტი ცოდნა არა და ალბათ არა იმედი მაქვს კომენტარში არ დამწყებენ შეიძლება როგორ თქვიო ივანე ჯავახიშვილთან შედარებით არა რა თქმა უნდა შეიძლება კი არა ეს იყო აი მართლა არ ვიცი რაღაც გენიოსი განსაკუთრებით აი თუ შევადარებთ იგივე დღესაც თქვი მე რომ აი მე-19 საუკუნის ისტორიოგრაფია და ივანე ჯავახიშვილი არის აი რაღაც წარმოუდგენელი არის რაც ამ ადამიანმა აკეთა ნამდვილად უბრალოდ ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვაქვს და ისიც კი ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებოდა ამ საკითხებს მიუხედავად იმისა რომ უამრავ ენას ფლობდა უამრავ წყაროს ფლობდა ქონდა მას ამ წყაროებზე წდომა და ჩვენც აი უნდა გავაგრძელოთ ეგ გზა რომ უნდა მივუდგეთ ამას ძალიან ფრთხილად კონდეს ვერსიები და რაც თავარი არის შემდგომში ეს რაღაცა დაჩემება რომ ჩემი ვერსია არის გინდა თუ არა ეს არის ალბათ რაღაცა გარკვეული ასაკისთვის დამახასიათებელი როდესაც მე სტატიები დავწერე ეს არის 2010-იან წლებში მეგონი 17-ში და 19 წელს დაწერილი შეიძლება მეც მაშინ ფიქრობდი იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი ამისთვის და მქონდა ეს ამბიცია რომ აი რაღაცა ეს გაეზიარებინათ მაგრამ არ შეიძლება იქ სადღაც დარჩენა უნდა განვითარდეს ადამიანი და არ უნდა ჰქონდეს მოკლედ ეს ამბიცია რომ მე ვარ და მე მაღიარეთ უმაღლეს ინსტანციად. მაშინ ჩვენ უნდა დავჭერთ, აი ვიღაცაზე უნდა გაჩერდეს განვითარება დარგისა და ეს იქნება რა თქმა უნდა საშინელება. კიდევ ერთი საინტერესო რამ ახსენე, აი არქეოლოგიასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ აქ ზოგიერთ საკითხში განსაკუთრებით იმ საკითხში, რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ, გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. როგორც ჩვენ თქვი, არქეოლოგია ნამდვილად უნდა დაადასტუროს, უნდა განამტკიცოს, უნდა შეცვალოს თუ ეს საჭირო არის მთელი რიგი მოცემულობები. და ამ შემთხვევაში ამას ჩვენ ვერ ხვდებით პირიქით, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობ ციხე-გოჯის არქეოპოლისის დაანგრევას. მე რატომღაც მეგონა რომ ესე იგი არქეოლოგები ცოტა სხვაგვარ დასკვნას დადებდნენ, მაგრამ ისინიც აღმოჩნდნენ აი ამ ქართული წყაროების გავლენის ქვეშ და იგივე არქეოლოგებს შორისაც ციხე-გოჯის დაანგრევას მიაწერენ მარვან იბნ მუჰამედს. არაფერი ესეთი განსხვავებული და განსაკუთრებული ამაში ჩვენ და სამწუხაროდ არ აქვს. რომ რაღაც არა შეიძლება ეს სხვა ყოფილიყო, გასაგები არის აქ მასალაც არ იძლევა ალბათ ამის საშუალებას, ვერ მოხერხდა ის რომ არქეოლოგიას გაეწია, ესე ვთქვათ, კარგი ძმობა და დამხმარეობა. კი, მე მახსოვს ესეთი ეს იყო, რა ქვია, გამოსვლა იყო, რომელშიც მოვისმინე რომ ის გამოქვაბული აღმოაჩინა არქეოლოგმა, რომელიც ფარნავაზ დაესიზმრა და ანუ ეხა არ უნდა ვიყოთ თვალად დარწმუნებულები, რა თქმა უნდა, მაშინ იქაც არის ხარისხი ამ შემთხვევაში, მაღალი ხარისხი და შედარებით ასე ვთქვათ, მოქცეული ისევ იმ ძველი, ასე ვთქვათ, მითების ტყვეობაში, ასე რომ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან გვჭირდება პროგრესი ამ თვალსაზრისით და ზოგადად მეცნიერების პროგრესი მოასწავებს საზოგადოებრივ განვითარებასაც, რა თქმა უნდა, შემდეგად და ამას რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ხშირად მოგიწოდებთ ხოლმე და მოუწოდებთ ზოგადად ყველა ადამიანს რომ ამაში მიიღონ მონაწილეობა და ეხმარონ ზოგადად ცოდნის გავრცელებაში როგორც ჩვენს პოდკასტს ისე მსგავს გვერდებს, მსგავს საინფორმაციო ასე ვთქვათ საიტებს და ასე შემდეგ, რათა მაღალი ხარისხის ინფორმაცია, რომელიც არის არგუმენტირებული, რომელიც არის წყაროებით გამაგრებული, რომელიც არის კრიტიკული ანალიზით გაკეთებული, მიაწოდოს შეიძლება მეტ ადამიანს და დააღწიონ თავი მეტნაკლებად აი იმ ასე ვთქვათ დილეტანტების გავრცელებულ და სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ძალით გავრცელებულ მითებს, რომელიც ახასიათებს ძალიან ქართულ ინტერნეტ სივრცეს. მოდი ცოტა ეხა დასასრულისთვის მოკლედ აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი, ძალიან ბევრი, რომელსაც ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, მწარე პოდკასტზე ნახავთ, თქვენ მოისმენთ და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ მალე პოდკასტი დამრგვალდება, ასე ვთქვათ, 170 ეპიზოდამდე. უკვე დიდი ხანია უკვე ჩვენ მოღვაწეობთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი მასალა გვაქვს შექმნილი უკვე მწარე პოდკასტის გვერდზე, მე და ჩემს სტუმრებს. და რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე თუ მოახერხეთ და თუ ეს
გამოვიდა, შეიძლება 200 ეპიზოდს მივუკაკუნოთ, რაც უკვე უზარმაზარი არქივი იქნება ასეთი მასალისა და რა თქმა უნდა მოუწოდებ კიდევ მსმენელებს, რომ ძველ ეპიზოდებს მოусმინეთ, იმიტომ რომ ბევრ ახალ მსმენელს არ აქვს მოსმენილი ძველი ეპიზოდები, არადა ძალიან ბევრი ძველი მაგარი ეპიზოდია, რომელიც თავის დროზე უბრალოდ ძალიან ცოტა გამომწერი იყო ხოლმე იმ დროს და შედარებით დაიჩრდილა ამის გამო. განსაკუთრებით მე მოგიწოდებთ ნახოთ მამუკა წურწუმიასთან ჩაწერილი ეპიზოდი, შუა საუკუნეების სამხედრო ლოგისტიკის შესახებ არის ეს ეპიზოდი, რომელშიც მართლა სხვანაირად დაინახავთ ისტორიას, როდესაც აი ამ ეპიზოდს მოусმენთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც შემდგომში გვეხმარება ჩვენ ისტორიის გადააზრებაში. ამ ეპიზოდს ქვია სამხედრო ლოგისტიკა ანტიკურობიდან ახალი ისტორიამდე. ეს არის მწარე პოდკასტის 24 ეპიზოდი და დღემდე მიმაჩნია, რომ აი ეს ერთ-ერთი საუკეთესოა და იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე რა თქმა უნდა კიდევ ვისაუბრებ შემდგომში. რა თქმა უნდა, ბოლოს შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები. მადლობა დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და შეგვიძლია დავამშვიდობოთ ჩვენს მსმენელს. მადლობა ნიკა, მე დავამატებ, რომ აი მართლა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ. თან განსაკუთრებით აიხა ძალიან ძიმე ჟამს, ძალიან ძიმე დროს ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც აი მეც ალბათ შენს აი თითქოს არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ რაღაც ესეთი თემა იმაზე ვისაუბროთ, ის ვაკეთოთ, რაც ჩვენი როგორც ისტორიკოსების მოვალეობა არის და რაც ჩვენი ცხოვრების თითოეული დღე არის რა, ჩვენი ცხოვრება არის ეს და მართლა ძალიან მაგარი სერიები არის. უმაგრესი ხარისხით და მე რაც ამას ეს მიხარია და კიდევ ერთი რაც მიხარია არის ის რომ აი როდესაც კომენტარებს ჩავუჯდები ხოლმე გითხარი კიდევაც რომ ცალკე არის ეს კომენტარების ისა რომ ცალკე გამოვნახავ ხოლმე დროს და აი ცალკე კომენტარებს ძალიან მაინტერესებს რა თქმა უნდა საზოგადოების რეაქციები ძალიან კარგი არის რომ კი არის იქ რაღაც ისეთი კომენტარები რომელთა ავტორებისთვისაც მიუღებელი არის ისეთი რაღაცები იგივე აი მამუკა წურწუმიასთან ჩაწერილ პოდკასტზე რა თქვი გასაგები არის რომ რაღაცა ეს სიახლეები მიუღებელი არის მაგრამ მე ძალიან მიხარია რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი შენი მსმენელების ძალიან დიდი ნაწილი სიამოვნებით ისმენს ღებულობს სვამს ძალიან ბევრ და საინტერესო კითხვას და არ წყვეტს აი ამ არ ეშინია სიახლეების. უბრალოდ თავარი არის რომ ჩვენ არ შევწყვიტოთ აი ამ კითხვების დასმა, არ შევწყვიტოთ განვითარება. მე იმედი მაქვს რომ ჩვენი დღევანდელი საუბარიც თავისი ხარისხით რაღაცნაირად იქნება ტოლფარდი და ღირსეულ ადგილს დაემკვიდრებს აი ამ თელ სერიაში როგორც შენ თქვი 100 მე რამდენი შეხვედრა არის დღეს აღარ მახსოვს 150 გადაცილებული არის ვიცი და ძალიან მაგარი სერიები არის. მე გისურვებ წარმატებას, უსურვებ წარმატებას მწარე პოდკასტის მსმენელებს და ზოგადად მთელს საქართველოს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის. მადლობა შენ სტუმრობისთვის, ხოლო მსმენელს დამშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.